აქ როცა მუშაობ, ცეცხლი ადის ზემოთ, მიწა მიწდება, წყალი ქვემოთ ჩადის და ჰაერი, რომელიც თქვათ არის თირკმელები, ესე მოძრაობს. შიაცუს ტექნიკას უდევს ეს 5 ელემენტი. რა არის ზოგადად ჰოლისტიკური თერაპია და რა კავშირი აქვს გონებას და სხეულს ერთმანეთთან? მთელი დიდი აღმოსავლური ფილოსოფიები უდგას უკან. ძალიან ჯადოსნური ადგილებიც გვაქვს. ანუ გადის მერიდიანები, 12 მერიდიანი, ადის და ჩადის. ამ მერიდიანებში არის წერტილები. ამ ტექნიკით პირველ რიგში იწყება მუშაობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. იცი რომ მაგალითად აქ რო აჭერ არის თიმუსი, რომელიც კი ანუ ცოტა ზემოთ, მზის წულის ცოტა ზემოთ არის თიმუსი, რომელსაც ასევე ბედნიერების ჯირკვალი ქვია და ენდოკრინულ სისტემას იცავს და თუ ადამიანი ცოტა ნერვულად არის და არ არის შვიდად, აი აქ ძალიან ტკივა. აი მაგალითად ამის გააქტიურებით იწყება და იმ წერტილების საიდანაც თქვა ენდორფინები გამოიყოფა და მე ეს ენდორფინები არის ბედნიერების ჰორმონები, რომელიც დაძაბულობებს ხსნის. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს, მე ვარ თაკო ბასილია. დღეს ჩემი სტუმარია თამარა გურგენიძე. ის არის აღმოსავლური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი. ვისაუბრებთ ჩვენ აღმოსავლურ ჰოლისტიკურ თერაპიებზე, თუ რა კავშირი აქვს გონებას და სხეულს. გამარჯობა თამარა. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი და დიდი ხანია არ მინახი ხარ. მეც ძალიან მიხარია, ჩემთვის დიდი პატივია მადლობა. თქვენს პოდკასტში სტუმრობა. უღრმესი მადლობა. მოდი ესე დავიწყოთ. წინასწარ ეს არაზოს არ ვგეგმავ ხოლმე ამ ბოლო დროს და მგონია რომ უფრო საინტერესო გამოდის, როდესაც ბუნებრივად მიყვები დინებას და პირველ რიგში უთხრათ ჩვენ მაყურებელს, რა კავშირი აქვს, რა არის ზოგადად ჰოლისტიკური თერაპია და რა კავშირი აქვს გონებას და სხეულს ერთმანეთთან. კარგით. ამ აღმოსავლურ ჰოლისტიკურ ცოდნაზე დაფუძნებით, მთელი დიდი აღმოსავლური ფილოსოფიები უდგას უკან. მე პირადად კერძოდ კარგად ვიცნობ იაპონურ ჰოლისტიკურ თერაპიებს და ასევე მასთან თანხვედრაში მოდის სხვა ჰოლისტიკური აღმოსავლური თერაპიები და ჩემს პრაქტიკაში ამ ყველაფერს ერთმანეთთან ვაზავებ. იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაშია ადამიანი. ჰოლისტიკური აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით პირველ მათი ათulis წერტილი არის ცენტრალური ნერვული სისტემა. ანუ ამ ფილოსოფიას ეფუძნება ეს მთელი თერაპიები, რაც მოისაზრებს მაგალითად იაპონურ შიაცუს, ამპუკუს, ჰოლისტიკურ რეფლექსოლოგიას და რას მოისაზრებს ადამიანს თუ რაღაცა აწუხებს სხეულში, ეს მათი გადმოსახედიდან პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან და ემოციებთან. თუ თავიაში, გონებაში არის ქაოსი და გვაქვს სტრესული ცხოვრება, ეს სხეულში აისახება. შესაბამისად, ადამიანი თუ მოდის და ეს ჰოლისტიკური მიდგომაც ეს არის, რომ არ არის ერთი კონკრეტული ადგილი, აი როგორც დასავლური მედიცინა უყურებს, რომ მე თუ აქ რაღაც მაწუხებს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, რომ ღვიძლის მერიდიანში არის რაღაცა, ეს კი იაპონურად და ჩი უფრო ჩვენთვის ცნობილია, ენერგია უფრო აწეული, ნაღლის ბუშტში და რაღაცა კუჭ-ნაწლავში უფრო დაწეული და დისბალანსია სხეულში რა. შესაბამისად, ასე უყურებენ რაღაცა როგორც ერთმთლიანს. და ასევე ძალიან საინტერესოა, ბევრი რუკები არსებობს, ძირითადად საფუძველი აქვს აი აკუპუნქტურა რო წარმოვიდგინოთ, ტრადიციული ჩინური მედიცინის რუკა. და ყველგან გადის რაღაც საოცარი წერტილები ჩვენ სხეულზე და რუკას ამას ეძახი? ხო, რუკას ვეძახი, რომ წერტილები გადის და მოცემულობა არის, რომ მაგალითად არსებობს აი ნახატი, რომ აი აქ გადის ნაღლის ბუშტის მერიდიანის ერთი წერტილი, რომელიც ძალიან მარტივად ადუნებს ადამიანს და გადაყავს თქვათ რელაქსაციაში. ასევე ამ წერტილებს, როდესაც ქალი მშობიარობს, მაშინაც უაქტიურება, იმიტომ რომ ხელს უწყობს მშობიარობას უადვილებს. აი აქ არის, აი სადღაც შუაში ჩავარდნა არის და ქვია ნაღლის ბუშტის, ანუ V21 რა, ესეთი. და ძალიან ჯადოსნური ადგილებიც გვაქვს. ანუ გადის მერიდიანები, 12 მერიდიანი, ერთი ადის და ჩადის. ამ მერიდიანებში არის წერტილები რა. და ამ ტექნიკით
პირველ რიგში იწყება მუშაობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ანუ თავის ქალით თავზე გადის ბევრი წერტილები, მაგალითად აქაც არის თავი და გააჩნია ადამიანი რა მდგომარეობაშია ძალიან ფართო დიაპაზონი გაქვს, რომ მას დაეხმარო. და ისანამ თქვათ მოვიდა ადამიანი და გეუბნება რომ აი არ ვიცი ხანდახანაირად შეიძლება უბრალოდ დაძაბულია, სტრესი აქვს, ან კონკრეტულად რაღაც ტკივილი აქვს. ანუ როგორ მუშაობ? პირდაპირ ვთქვათ, ეკითხები ჯერ ალბათ რაღაც ისტორიას, ხო, უნდა მოგიყვეს საკუთარი თავის შესახებ, თუ აი როგორ არის? ჩემს მასწავლებლების ცოდნაზე დაფუძნებით ადამიანს პირველ რიგში ვეკითხები როგორ გრძნობს თავს. ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, ანუ როგორ გრძნობს თავს, მაგალითად კარგია თუ სანამ მას სხეულზე შევეხები, რომ ვიცოდე, ვთქვათ, ბოლოს 3 თვე. და ამის მიხედვით მე უკვე სხეულის სკანირებას ვაკეთებ. ანუ ვთქვათ, არიან ადამიანები საქართველოშიც, მე ვთქვათ, სხვა კულტურებდანაც მიწევს მუშაობა ურუგვაიში, ესპანეთში და რა ვიცი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთან ძირითადად ყველანი ერთნაირები ვართ ამის მიხედვით. ვთქვათ, მენტალური სამუშაო მაქვს ბევრი, ან ღამე არ მძინავს, ან გონებას ვერ ვაჩერებ, ან რაღაცა ტრაუმული მას გადის პროცესებს, ხო, ყველა სხვადასხვა სტადიაში ვართ ადამიანები და პერიოდი კი. ამის მიხედვით მას შეიძლება კონდეს, ანუ ხვდები, რომ შეიძლება იყოს ანუ ნერვული აშლილობა ან სტრესი პირდაპირ პირველი ტვინი, რაც უკვე დასავლური მედიცინაც აღიარებს, არის ეს ჩვენი ქვედა სამკუთხედი. ანუ პირველ სეძახია? კი, უკვე პირველ სეძახია, ბევრი ნაშრომია. კი, ეხლა გადავიდე რომ პირველზე, იმიტომ რომ ყველაფერი თან აღმოსავლური ეს ჰოლისტიკური მიდგომა მოისაზრებს, რომ ალბათ გაგიგიათ ხარა ეს ჰერიც საქართველოშიც, ძველ ქართულშიც არის. გითხარი, აბა ეს არის ამ სასიცოცხლო ენერგია ჭიპლარიდან, ხო, აქედან შედის და აქ ძალიან ბევრი ორგანოა. და ამაზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტ, ანუ ძირითადად ამ მუცლის არეალში და ასევე კრანიოსაკრალური ამ დროს ძალიან კარგია, რომელიც მხოლოდ მუშაობს თავის ქალაზე. თავის ქალის ნაწილზე ძალიან ისეთი სათუთი შეხება არის და ხერხემლის ანუ გავის ნაწილზე საკრომი სადაც არის კუდუსუნზე რა და ეს ადამიანს ძალიან ჩქარა ადუნებს. ანუ ჭიპის უკან, ხო? კი, ანუ ჭიპის უკანაც და აქ მიდის როგორი მოძრაობა, იცით, ანუ როგორც ისევე როგორც მოძრაობს ჩვენი საჭმლის მონელების სისტემა, საათის ისრის მიმართულებით ჭიპის გარშემო ესეთ წერტილებიანი ნაზად და ასევე მიდის რხევა. ერთი ძველი თერაპია არის, იაპონური ქვია ამპუკუ, რომელიც მხოლოდ ამ ხარას, ანუ ქვედა სამკუთხედზე მუშაობს. და ფილოსოფია აქვს, რომ ბევრი რხევა მიდის, ანუ რაღაც ძველი ფოტოები მაქვს ნანახი, რომ მოდის იაპონელი რაღაცა მკურნალი, რაღაც გრძელი თეთრი წვერით და მხოლოდ ამ პაციენტს, რომელიც ცუდად გრძნობს თავს, მხოლოდ ამ ნაწილზე, აი ესე რაღაცებს უკეთებს და მერე არხევს და როდესაც გავეცანი, ანუ ერთი ნაწილი მოისაზრებს, რომ ჩვენ შინაგან ბავშვთან გვაბრუნებს და მეორე უფრო თანამედროვე არის, რომ ეს ჭუჭყიანი წყალი, რომელიც დაგროვილია, ეს წყალი იწმინდება და დუმდება ძალიან, რაღაცა საოცარი შეგრძნება, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ დაძაბულობებს ვიგროვებთ ხოლმე ადამიანები. ყველაფერი თითქოს აქ გროვდება და ეს თავისუფლდება. და დასავლეთში თავიდან დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ, იმიტომ რომ ეხა ადამიანი რომ მოდის და 1 საათი გარხევს, ცოტა 1 საათი. შეიძლება 1 საათიც რა თუ ეს საჭიროებას მოითხოვს და აი შიაცუ მაგალითად ამ პუკუს შემდეგი თერაპიაა, რომელიც შიაცუ სადაურია. შიაცუც არის იაპონური თერაპია, რომელიც ორი სახის არის, ესეც მოისაზრებს ამ დაფუძნებულია ჩინური ტრადიციული მედიცინის რუკებზე და მოისაზრებს აი ამ წერტილებში გამავალ მერიდიანებში თავისი ტექნიკით მუშაობას. აქვს პრესირება, ესე ნელ-ნელა, ძალიან ნელია, როგორც ყველა იაპონური და თავისი რუკა აქვს რა. და ანუ აქ
აქ იცი რომ მაგალითად აქ რო აჭერ არის თიმუსი რომელიც კი ანუ ცოტა ზემოთ მზის წონის ცოტა ზემოთ არის თიმუსი რომელსაც ასევე ბედნიერების ჯირკვალი ქვია და ენდოკრინულ სისტემას იცავს და თუ ადამიანი ცოტა ნერვულად არის და არ არის შვიდად აი აქ ძალიან ტკივა აი მაგალითად ამის გააქტიურებით იწყება და იმ წერტილების საიდანაც თქვა ენდორფინები გამოიყოფა და მე ეს ენდორფინები არის ბედნიერების ჰორმონები რომელიც დაძაბულობებს ხსნის რეალურად შიაცუს ტექნიკას უდევს ეს 5 ელემენტიც ხო აი მაგალითად აქ როცა მუშაობ ცეცხლიადის ზემოთ მიწა მიწდება წყალი ქვემოთ ჩადის და ჰაერი რომელიც თქვა არის თირკმელები ესე მოძრაობს მთელი ფილოსოფია საკმაოდ სიყვარულზე დაფუძნებულია და ყოველთვის ადამიანს ბალანსს ვცდილობთ რომ დაუბრუნდეთ და ამ ისეთი ტექნიკა არის რომ ორი ადამიანი აი თქვა ჩემთან რომ მოდის ვიღაცა ეს ენერგიული შერწყმა ხდება რაღაცა ერთ სიხშირეზე ვართ ორივენი და ჩვენი სხეული იმდენად ჭკვიანია რაღაცა უჭკვიანესია რომ აი ამ პროცესის დროს როცა უკვე რაღაც სიმშვიდეა და ერთ სიხშირეზე ვართ ტვინი როგორც მექანიზმი იღებს ინფორმაციას რა გააკეთოს რა ხდება ეხლა მე მოვდუნდე კუჩში გავუშვა მეტი სისხლი თუ რა ხდება და თვითონ ჩვენი სხეული იწყებს თვითბალანს ამის იმით ამდენ რაღაც იმიტომ მოვყევი რომ იმ სტერეოტიპს ყოველთვის მე პირადად ვამსხვრევ რომ აი ადამიანი რომ მოდის და ვაიმე რა მჭირს რამდენჯერ მოვიდე აბსოლუტურად არ არის ესე იმიტომ რომ როდესაც სხეულს უსმენთ სხეული თვითონ გვეუბნება რა გჭირდება და არავის გადამრჩენელი არ არის უბრალოდ ამ თერაპიებით შენ თუ ცნობიერად მეტად ცნობიერად უსმენს სხეულს და ცნობიერად ცხოვრებით ცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ იცხოვრო თვითბალანსი იწყებს ანუ ცოტა იაპონურ ენით აღმოსავლურით რო ვთქვა ეს არ არის რომ ეს ჩი ენერგია გავააქტიურე და უკეთესად ვარ ყოველთვის არის ანუ კიუ და ჯიცუს ეძახიან ჯიცუ არის როდესაც რაღაც მერიდიანში დაბალია ენერგია ნუ ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცაში პირიქით უფრო მაღალია და აი ამ თერაპიით ხდება ამათი ბალანსი შესაბამისად ჩვენც გადავდივართ უკეთეს მდგომარეობაში ნუ ესეთი ის აქვს საკმაოდ სასიამოვნოც არის და საინტერესო ესე იგი ორი მიმართულება ხო? კი. იაპონურ. ხო, იაპონურ სამშიაცოს ორი მიმართულება აქვს, რომელიც არის ძალიან ფართო, ანუ აქ არის დაწყებული როგორ ვთქვათ გაჭიმო და კარგად 12-ვე მერიდიანია, დაახლოებით იოგის ასანებიც არის, ასევე არის აი თქვა ძალიან საინტერესოა ეს მიდგომაც, რომ ხდება რაღაცნაირად ტესტირება. აი თქვა აქ დაგადევი ხელი, აი როგორ ვსნაფ, აი კარგად, აი აქ ცოტა რაღაც უფრო დაძაბულობა, ცოტა უფრო დისკომფორტი მაქვს. და მიდგომა არის, რომ ის მხარე, ხო ყოველთვის ეს მარჯვენა და მარცხენას ის არის. ის მხარე, რომელიც კარგად არის, აი უფრო თავისუფლად მარტო ამ მხარეზე მიდის მუშაობა რომელიც კარგად არის და ეს კარგი მხარე აბალანსებს მეორეს ეს პირველად ხო ესეც აი ჰოლისტიკური მიდგომა არის კი კი აი ესეც ძალიან ეს ქალის და კაცის მხარე არის ესე იაპონურში თუ არა კი აქვთ მიდგომა ასევე რომ არის მარცხენა არის ქალი მარჯვენა არის კაცი როგორც ტვინი კი და ამათი ბალანსი ხდება რეალურად ძალიან ბევრ პრაქტიკებში არის სხვა ტექნიკით იგივე ფილოსოფია. ერთი და იგივე მივდივარ სხვადასხვა სწავლებით. ჩემი პირადი გამოცდილებით ადამიანი თავის ცხოვრების რაღაც ეტაპზე მისთვის შეიძლება როგორც წიგნი, ხო რაღაც ლიტერატურა იყოს ადეკვატური და ამით რაღაცა მიიღოს, ან უბრალოდ წაიკითხოს და ვირაკაი წიგნია და გადადოს და ვერაფერი ვერ მიიღოს და რაც რეზონირებს შენთან შეიძლება აკუპუნქტურა იყოს და კარგად და ეს გააკეთო ჩემთვის სტერეოტიპი რომ რაღაცა უნდა გააკეთო და 10 ჯერ უნდა მიხვიდე ან რაღაცა დაწერილი გაიდლაინი ანუ დაწერილი კონკრეტული არ არსებობს და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლების საერთოდ ცხოვრების მასწავლებლების რომ ანუ ადამიანს არასოდეს ანუ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს ამის
ბევრი ტექნიკა მაქვს გავლილი და ამასაც ვცდილობ ხოლმე რაღაცნაირად ჩაუნაცვლო ადამიანს, რომ ამბობს, რომ აი მე სულ ესე მჭირს. ანუ იმის ცოდნიდან გამომდინარე, რომ უკვე საკმაოდ კარგად ვცნობ ჩემს სხეულს და ვიცი ტვინი როგორ მოქმედებს, შენ თუ იტყვი, რომ აი აქ სულ მტკივა, ძალიან დიდი ვარაუდობით არაფერი არ გიშველის და სულ გეტკინება. ანუ ძალიან ბევრი კვლევებია ამაზე, რომელიც გჯერა და კი და ამ სიტყვებს რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ, აი მე სულ ეს მემართება, მე აი ეს თუ რაღაცას ფეხს წამოვდებთ არა, აი აქ ცოტა ისეთი პროცესია, იმიტომ რომ შეიძლება ეს დაკავშირებული არის, ანუ როგორ ოჯახში გაიზარდე, რა საზოგადოებაში გაიზარდე, თავის მიმღებლობა, საკუთარი თავის მიმღებლობა როგორი გაქვს. ნუ ეს თერაპიები და ეს ჰოლისტიკური მიდგომა ყველაფერ ამას მოისაზრებს რა, იმიტომ რომ მარტო რომ შენ იარო გარეგნულად, რომ აი მე მაგალითად ტანგოს ვცეკვავ და ძალიან სასიამოვნო პრაქტიკაა ეს ჩემთვის, მაგრამ აი მარტო ტანგო რო ვიცეკვო და ვერ შევიგრძნო, აი ეს ჯადოსნურობა რა აქვს ტანგოს, ალბათ ძალიან მალე დავანებებდი თავს რა, ესეთი რა საინტერესო თემა მოიტანე, რა ჯადოსნურობა აქვს ტანგოს? ტანგოს აქვს ისეთი ჯადოსნურობა, რომელიც სხვა პრაქტიკებსაც აქვს, ამ ტანგოს სხვათა შორის ძალიან დიდი ძირი აქვს, აფრიკული ძირიც აქვს რა, მე ევროპელები რო ჩამოვიდნენ არგენტინაში უკვე თავიანთი ფოლკლორები შემოიტანეს. ტანგოს აქვს ჯადოსნურობა იმის, რომ ჯერ მხოლოდ წრეში წრიულია, ანუ რო ცეკვავ ადამიანთან, ვინც შენი პარტნიორი არის, ანუ წრიულია, არ გამოდიხარ წრიდან, არის ეს რაღაცა ახლო ჩახუტება ან ცოტა ღია ჩახუტება, მაგრამ სულ წრეში ხარ. თან პაუზები აქვს და ამ პაუზების დროს ესე რომ დატრიალდები და მე ისევ ცენტრში მოდიხარ, ანუ ცენტრში გაბრუნებს და პაუზა გამიწევს. და აი ამ პაუზებში აი რაღაცა როდესაც უკვე თავისუფლად ცეკვავ, განსაკუთრებით ქალბატონები თვალდახუჭულით ცეკვავთ ხოლმე და სხეული თვითონ მოძრაობს. ხოდა ესეც ძალიან ჯადოსნურია და ასევე ერთი ტანგოს ცეკვა, პატარა ტანდები ქვია, სამი ტანგოს ცეკვისგან შედგება და ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა, ცოტა სხვანაირად უყურებ ხოლმე და ხშირად რომ მივდივარ, ადამიანები არიან სულ კარგ ხასიათზე. აი როგორ ახარ, აი თუ ცეკვავთ, რა თქმა უნდა ძალიან კარგად და ეს ენერგიაა. რა საინტერესო. ბევრი პირველად გავიგე ტანგოს ესეთი ახსნა, მე გავიგე პირველად და ესე ალბათ სხვანაირად რო შეხედო აქვს ეს, აი თერაპიასაც ატარებენ ბევრი დადის, რომ აი იცეკვოს რა. და საერთოდ მეცნიერებიც ამბობენ, რომ აი ამ რაღაც ჩახუტებით 30 წამის მერე ბედნიერების ჰორმონები გამოგვეყოფა, ხო? და ნუ ძალიან ისეთი არის, საკმაოდ სამკურნალო როგორც გამოდის. ანუ ადამიანი, რომელიც მოდის რაღაც კონკრეტული ესე იგი ჩივილით, შენ ეუბნები პირდაპირ, რომ ეს შეიძლება იყოს ფსიქოსომატური? ყველანაირი ჰოლისტიკური მიდგომით ზუსტ დიაგნოზს ვერ დასვა. იმიტომ რომ ადამიანები ვართ და შეიძლება შევცდეთ. აი მე რას გულისხმობ, ვთქვათ, მოვიდა ადამიანი და აქვს რაღაცის ტკივილი. ანუ შენ ეკითხები, რომ ვთქვათ, იყავი ექიმთან, გადაიღე, ანუ ამ ყველაფერს გიზიარებს, აი ანამნეზს რასაც ეძახიან. თუ პირდაპირ თქვათ სინჯავ და იწყებ მუშაობა. რა ადამიანი რომ მოდის, კი მე ხო ვეკითხები როგორ არის და კიდევ ვეკითხები შემდეგ რაღაცას, რომ ემოციურად როგორ გრძნობს თავს და ფიზიკურ სხეულში თუ აქვს რაიმე შეგრძნებები, ისეთი რომელიც შეიძლება მას დისკომფორტის იწვევდეს, ნიშნებს აძლევდეს და ამას მე თვითონ მეუბნება. შესაბამისად შეიძლება თქვათ ღვიძლის ნაწილში ან რაღაცაში იყოს ან რაღაც ნაღულის ბუსტში და ეს ჩივილი აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მოდის ფსიქოსომატიკამდე მიდის ეს რა, ანუ ბევრი ადამიანს აქვს დაჭიმულობა მაგალითად ძალიან ტკივილი კისერში და მხრებში.
კისერი ხრები და ეს არის რაღაცა ძალიან ბევრს რო ფიქრობ, გონებას რო ვერაჩერებს და დიდი პასუხისგებლობა რო გაქვს აღებული და აი აქ გაწყვება. და ეს დაჭიმულობა, ანუ არა მარტო იაპონელები რითი აიხსნება, რომ სხეული გადადის თავდაცვის რეჟიმში. და რადგან თავდაცვის რეჟიმში აი მიტევენ, ეს კუნთები იჭიმება და შესაბამისად ჩვენ გრძნობთ, რომ ეს ტკივა და ეს რო არ მოხდეს, ალბათ დავიშლებოდით. უბრალოდ ტკივილი რო არის, გვაწუხებს მერე. მაგრამ რეალურად არის ეს, რომ იც გვიცავს. ასევე ეს ჰოლისტიკური მიდგომა, როგორც ტრადიციული ჩინური მედიცინა და ასევე მასზე დაფუძნებული ეს ყველა უმრავლესი თერაპია, ყველა ორგანოს, სხეულის ემოციებთან აკავშირებს. ეს არ არის კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რაღაცა სრული ჭეშმარიტება. თეორია ესე დავარ. აი როგორი რაღაცა ვთქვათ, არის რაღაც ფორმულა მეც ჰოლისტიკურ რეფლექსოლოგიას რო სწავლობ. და თან გამოცდილებითაც ხო ახედავ რაღაც ერთი და იგივე მეორდება. ანუ მაგალითად წელის ნაწილი, აი ზოგადად რო ავიღოთ წელის ნაწილში თუ სულ დაძაბულობა, მათი გადმოსახედიდან შეიძლება ადამიანი ფინანსებზე ნერვიულობდეს. ასევე მეოთხე და მეხუთე მალაში თუ არის რა ბევრ ადამიანს აქვს ეს საკუთარი თავის საკმარისი სიყვარული არა გაქვს, რაღაცა მე საკმარისი არა ვარ, პარტნიორთან. ანუ ამ გულის ჩაკრის უკან გამოდის? არა, პირიქით გამოდის, ხო. ეს არის მეოთხე და ეხა აღარ ისმის. აი ესეთი ხა. მეოთხე და მეხუთე მალა არის, აი საკრომს, ანუ ამ კუდუსუნს რო ავყვებით, ცოტა ქვემოთ კი. აი პირდაპირ წინ სასქესო ორგანოებთან გამოდის ეს. ხო და მულად ხარ ჩაკროს. ამაზე თქვათ რო აქვთ, რომ ესეთი რამდენიმე რაღაცა გამომწვევი მიზეზი. ნუ ჩემ თავი საკმარისად არ მიყვარს, მე მგონია რომ ჩემ პარტნიორს საკმარისად არ უყვარ ვარ და აი ამის ფსიქოსომატურად როგორ შეგიძლია თქვათ ჩაანაცვლო და დეპროგრამირება გააკეთო იმის რჩევებსაც იძლევიან. და აი კიდე რა არის თქვათ რომ გავაგრძელოთ ესე შენი გამოცდილები და ზოგადად თეორია როგორ არის რომ აი რა ორგანოები რა ფსიქოსომატიკასთან არის და ემოციებთან დაკავშირებული. პირველ რიგში დაუბრუნდები შენ წინა შეკითხვას, რომ აი ადამიანს რატო არ ვეუბნები პირდაპირ რაღაცას. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მას გონია რომ ტკივა თავი. შეიძლება გადაუღეს, მაგრამ ეს თავის ტკივილი მოდის იქედან, რომ აი მაგალითად სახლში აქვს ცოტა ისეთი მდგომარეობა, რომ მიუღებლობა აქვს. ანუ დაძაბული მდგომარეობა აქვს და მაგისგან ტკივა თავი, არანაირი ფიზიკური მიზეზი სხვა არ არის. შესაბამისად, აი ესე რაღაცა ზოგად დიაგნოზს ვერ დაუსვავ რა. მე ვხვდები ხოლმე ხელით და თერაპიების დროს რომელ ნაწილში არის უფრო სამუშაო. თითქოს აი ბლოკებს რო ეძახიან. ხო, ანუ ენერგია ეს მთელი ემოციები თუ არ გამოუშვით, სადღაც გროვდება, ეს უკვე ამაზე უკვე ბევრი ვსაუბრობ და ძალიან მიხარია რომ ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ იმიტომ რომ მე შენთან რამდენი წლის წინ ვიყავი და მაშინ საერთოდ არაფერი. კი, მაშინ არაფერი არ იყო, კი, ანუ ეს ყველაფერი ეს შეიძლება იყოს, ანუ ეხლა თუ ვისაც ინკარნაციის ჯერა შეიძლება წინა ცხოვრებიდანაც გადმოყოლილი იყოს რა, რაღაცა სამომავლობითი, რაღაცა. ნუ წინა ცხოვრების თუ არ გჯერა შთამომავლობითი. კი, ანუ შეიძლება დედა იყო ფეხმძიმობაში ტრავმირებული და შენ გაბრაზებული ბავშვი დაიბადო რა და ეს ბრაზი გროვდებოდა სხეულში. ანუ ბრაზი აი ხა ისე და ის სად გროვდებოდა? აქვს რაღაც ადგილი ბრაზს. აქვს. კიდევ მეორე არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ ნუ აი ბევრი კვლევა უკვე არის, რომელიც ამას აღიარებს, ასე ვთქვათ. ბრაზი გროვდება ძირითადად ნაღლის ბუშტში და ღვიძლში, იმიტომ რომ ეს არის გამფილტრავი. და აი ნაღლის ბუშტში ბევრს ადამიანს ვთქვათ რაღაცები თუ ანუ შეკავ ბრაზს რო არ გამოხატა ბრაზის არ გამოხატა ორი ადამიანი გამახსენდა უკვე ვიზეც ხო ესეთი ხასიათი აქვს რომ იკავებს ბრაზს და მეორე ადამიანი ამბობს რომ არ ბრაზდება
რომ ანუ მარტივად გადააქვს რაღაცეები და შესაძლებელია მანდ იყოს ეს თავდაცვითი მომენტი, იმიტომ გაბრაზება ძალიან ძლიერი ემოციაა, საბაზისო და შეიძლება არ ყოფნის ენერგია მაგისთვის და შენ თავს ატყუებ, რომ არა ეხა მე არ მცალია ეხა მე გასაბრაზებლად. იცი რა, შეიძლება მას ესე გონია. ხო, მაგას ვამბობ. ადამიანები ვართ და კი, ნუ ეგოც გვატყუებს, რომ შენ არ ბრაზდები, შენ მაგარი. ან შეიძლება მიღებულია, რომ ბრაზიანი ქალი რა არის საერთოდ? ხო, მაგრამ ესეც პროგრამირებაა, ხო? ანუ გარედან მოხვეული. როგორც ამბობენ, რა ბიჭი არტირის და რაღაცა მე აფრო-ბრაზილიური მასე დავიდე ვარ კაპოერაზე, საბრძოლო ხელოვნებაზე და ანუ ეს სალვადორ დე ბაიაში არის გაზრდილი ჩემი მასწავლებელი და ანუ ისეთი რაღაცა ძლიერია და ეს ძალიან ისეთი ცეკვითი საბრძოლო ხელოვნება და მითხრა რომ 30 წლამდეო სულ მეუბნებოდა რომ შენ უნდა ძლიერი ხარ და არ შეიძლება ტირილი და იმის მერე სულ ტირი ვარ რა რაც შეკავებული მქონდა რომ გამომეტანაო და ჩვენთანაც არის ხო საქართველოში აი ეს რაღაცა ჩარჩოები ძალიან გვაზიანებს იგივე ვთქვათ რომ მე არ ბრაზდები მაშინ გასხივოსნებული მასწავლებლები უნდა ვიყოთ რომ იმ სიხშირეზე ავიდეთ რომ მე უკვე ეს გამოვიარე რა ნუ შეიძლება ეგეთიც იყოს ახლა ეჭქვეშ ვერ დავაყენებ მაგრამ ხანდახან გონია რომ მე ძალიან ძლიერი ვარ და არ ბრაზდები ეს თავდაცვაა უფრო და ეს თავდაცვები ბავშვობიდანაც მოდის ძირითადად. ნუ მე შეიძლება ხელში გადავიდეს, რომ აი ჭარბწონიანი ადამიანებზე ამბობენ, რომ იცავს თავს, სულ თავდაცვაშია და ჯავშანი აქვს. აი ჯავშანია, რომ რაც მეტი წონა გაქვს, რაღაცა და თავდაცვაში არის. რაღაცა პროგრამაა. აი გამოუხატავი ემოციები, აი ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი სულ რო შემოდიოდა ხოლმე გაკვეთილებზე, ნუ ესპანურად ძალიან სასაცილოდ დაბეჯითებით ყოველს გვეუბნება რომ არ შეინახოთ ემოციები, არ შეინახოთ ემოციები, ნუ ეს დაგროვდება კომუნიკაციის ჩაკრაში, რომელიც კისერთან არის და დაგიზიანებთ ფარისებრ ჯირკვალს. და რაღაცნაირად გამოხატეთ, ახლა გამოხატვასაც ის აქვს თავისი ფორმები. რა თქმა უნდა, ასერტულად რომ სხვა არ დააზიანო. და ალბათ ისაუბრო შენს ემოციებზე, ისე რომ ისაუბრო შეიძლება იარო ისეთ იმაზე რომ შეიძლება ტყეში გახვიდე და იყვირო. რა ვიცი, ბევრი ფორმა შეიძლება ისე ირნო, შეიძლება ბოქსზე იარო. რომ ბრაზი, ხო, მაგრამ იმან რაღაც ბრაზ გამოხატო, მაგრამ მე მგონია რომ კიდე ყელის ჩაკრას სხვა რაღაც ჭირდება. ყელის ჩაკრაში იგროვდება ბევრი არა მარტო ბრაზით, ხო რაღაც წენებიც, აი რო გეჭხირება ბურთი, ხო? ნუ ბრაზი უფრო იმაში არის, მაგრამ ნუ ესეთი რა გამოუხატავი ყველანაირი ემოცია შეიძლება გაჩერდეს და ნუ მე აღმოსავლურია თქვა იოგებიც ამბობენ, რომ მე აქ ამის ზემოთ აღარ გაედინება აი ამ უფრო ფაქის ჩაკრებში აღარ გაედინება თავისუფლად ენერგია. ჩემ გამოცდილებას მოვყვები, ყვები ხოლმე და ეხლა ცოტა ხნის წინ ვიყავი ვორქშოპზე. არ ვიცი ქართულად როგორ თქვა მე ბრაზდებიან ინგლისურ სიტყვებზე. ტრეინინგზე თუ არ ვიცი ტანტრა იოგას სწავლება ხო ვორქშოპი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სუნთქვების ნაწილი ჩემთვის აი ყველაზე საინტერესო რაც იყო იმიტომ რომ ისეთ დროს აი როდესაც გულის და ყელის ჩაკრის სუნთქვას ცირკულაციას ვაკეთებდით სულ 45 წუთი ვისუნთქეთ აი მართლა ეგეთი სიამოვნება არ ვიცი არ მემიღია მე მგონი არასდროს და რაღაცნაირ ექსტაზში ვარდები და ისეთი სასიამოვნოა რომ აი რო ვერ წარმოგიდგენია და ყელის ჩაკრამზე და ამ მიტყდა ტირილი და ნუ ეხა მაინც ასე თუ ის რაღაც ნამუშევარი რო ვარ ჩემ თავზე და პირველი რო არ არის მომენტალურად ჩამერთო ეს დამკვირვებელი და ვეკითხებოდი პარალელურად ჩემ თავს რომ რა გჭირს რატო გეტირება და ვიგრძენი ჩემი შინაგანი ბავშვი ეს დაგროვილი წყენები რა დროს თქვათ ვერ დავიცავი ჩემი საზღვრები ალბათ რაღაცა მინდოდა და თან ისეთი ბავშვი ვიყავი არ ვამბობდი ჩემთვის ხო არ ვიმჩნევდი უფრო რაღაც ფასადურად მქონდა ემოციები და ეს დაგროვდა და რო გგონია რომ რაღაც ეტაპამდე მიხვედი და ნამუშევარი გაქვს ასე ვთქვათ და შენ თავს ხო რაღაცნაირად წმინდა აი ისე დროს ვარდება როცა არ ელოდები და ნუ მე
ფასილიტატორმა მითხრა, რომ არ გადაიტანო ტირილშიო, გააგრძელეო სუნთქო, იმიტომ რომ ისე მაგდებდა ამ ბავშვობაში, რომ რეალურად წყვეტდი კავშირს ამ სუნთქვასთან. ბუნებრივიც არის, რომ ეხლა როდესაც ტირილი გინდა, ეხლა ის ტექნიკას აკეთებდა, მაგრამ ტირილი ძალიან კარგია. კი, მაგრამ მაინც არ გამაგრძელებინეს ტირილი და ძალიან მაგდებდა ამ ტრავმაში. გრძნობდი, რომ აი ბავშვი გავხდი და ვისუნთქე და გავატანინე, მაგრამ აი ხაც მახსენდება გული მიჩუყდება, ისეთი რთული იყო ეს აი ამის რაღაცნაირად. უცბად რომ ამოგიგდო, ხო, მაგრამ ის არის რა ქვია, ძალიან კარგია ტირილი, ანუ სხეულში რაც გამოდის, გამოსასვლელი გზები რაც არის, ხო? შეიძლება ცხვირიდან რაღაც წამოგივიდეს, აი მე მყოლია პაციენტები, რომ ყურიდან წყალი გადმომივიდა. ანუ ტირილიც არის ეს რა თქმა უნდა გამოდის იწმინდება სხეული. ზოგადად მტირალაც ვარ, მტირი კიდევაც მაგის პრობლემა არ მაქვს, შეიძლება ფილმს უყურო და იმდენი ვიტირო, მაგრამ მე ვეკითხები ხოლმე ჩემთავს, რომ აი რამდამა ტრიგერა რატო ვტირი, თქვა და ისა ჩემი ხო და აი გაცნობიერება კი მოდის ხოლმე, მაგრამ ეს უბრალოდ იყო პრაქტიკა, სადაც ტირილში რო წავსულიყავი ზბოლო ჩაკრამდე მეშვიდე არის ხო? ვეღარ ავიდოდი და რეალურად მაგაში ჩავარდებოდი და ამიტომ ცოტა მომცეს ამ ტირილის საშუალება და ხო, იმიტომ რომ ტანტრას ეს აქვს, რომ ეს ენერგია რაც აქედან ამოდის, რომ სათუთ სხეულში აიტანო და არ გააჩერო, კი. და ამიტომაც მოკლედ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო, თორე ისე ზოგადად რა თქმა უნდა არის, მაგალითად იქ ამბობდნენ და ძალიან დამაინტერესა უშოს პრაქტიკები, ერთი კვირა ტირი, ერთი კვირა იცინი, მე ერთი კვირა სიჩუმეში ხარ და რა თქმა უნდა, რომ ეს ყველა ემოცია ჩვენში არის და იგნორირება ამის არ შეიძლება, იმიტომ რომ მე რო ვაკეთებდი ამის იგნორირებას ბავშვობაში, აი გროვდება, მაგიტო გამახსენდა ეს ყელის ჩაკრა. ბავშვი ხო, ანუ 7 წლამდე ამბობენ, რომ ქვეცნობიერით, ანუ ყველაფერს ვისრუტავთ და ძალიან ფაქიზი ვართ, კი, ფილტრი არ გვაქვს. შესაბამისად 7 წლამდე ბავშვს რაც ტრავმირება აქვს, და ხა ვერავის ვერ დავაბრალებთ, ხო, მშობელს შეუძლია, ყველას ის მშობელი ყავს, ვიც ყავს და ნუ გინდათ ყველაფერია, ყველა და არაფერი არ ხდება. და ბოლო-ბოლო, ანუ საბოლოო ჯამში სიცოცხლე გვაჩუქეს. კი, სიცოცხლე გვაჩუქეს მოგვიარეს და ხო, ნუ უბრალოდ კიდე მე მარტივად საუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგს მართლა ისეთი ტრავმები აქვს და ისეთი რთული გამოცდილება, რომ ესე თავისუფლათაც სხვის მაგივრად მოკლედ არ მინდა საუბარი, მე რაღაც ჩემ გამოცდილებას ვიტყვი, რომ ტრავმა, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ბავშვობის, მაგრამ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მადლიერები. კი, რა თქმა უნდა, ანუ ყველა ვართ ჩვენი თუ ამ გზაზე ვართ, რომ მე შევიცანი, რომ რაღაცა ამ 3D-ს რაღაცა პრაგმატული ცხოვრების მიღმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნუ მაშინ ვიწყებთ უკვე ნელ-ნელა რაღაცა ჩვენი თავის გაზრდას და შეცნობას. რაც ახლა შენ უკვე ძალიან ბევრი პრაქტიკა გაქვს გავლილი, ნუ რაღაცა უფრო შენ თავზე მუშაობ, რა თქმა უნდა, ვინც ამ გზაზეა. თუმცა არიან ადამიანები, რომ საერთოდ არ იციან ეს როგორ გააკეთონ და ანუ ყველანი ვართ, ერთი კომბიელი ავტორი არის ძალიან საინტერესო, საუბრობს ინგლისურად ქვია, ინგლისურად გადავთარგმნო ესპანურად და რაღაცა laws of the universe, ანუ სამყარო რა კანონზომიერებით მუშაობს და ეს კაცი ამბობს, რომ მე ძალიან დამეხმარა, რომ ყველა მოსული სული არის თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სულიერი განვითარებაც გაქვს. შენთვის შეიძლება ეს სუნთქვითი პრაქტიკა, იოგა, რაღაცა ძალიან ახლოს იყოს და მარტივი იყოს და ვიღაცის არ შეუძლია, ის ჯიმში შეიძლება, იმაში ძლივს დადის. ის ვერ ხვდება ამას და ეს არც ცუდია, არც კარგია, კი. ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი განვითარება. ის თავის დროზე, ანუ მისი გადმოსახედა ცხოვრება იმდენად დიდი მასწავლებელია, რომ ყველაფერს გვასწავლეს. აი მაგალითად პატერნები რომ მეორდება, ხო? ეგ არის, ანუ რაც გვეკუთვნის, რომ იმას გავდივართ. აი მაგალითად თუ მე პარტნიორი გამოვიცვალე რამდენჯერმე და ერთი და იგივე თქვა პრობლემაში ვარ, დრამაში ვარ, ჩემშია ყველაფერი. და მიდგომა არის, რომ ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ხდება ჩემთვის. რომ მე ვისწავლო, გავიზარდო და
უკეთეს მდგომარეობაში გადავიდე, რა თქმა უნდა, სულიერში რა და ამას ძალიან ვემხრობი და კანონები არის, რომ მე აქ უნდა ვიყო ახლა და შენთან უნდა ვსაუბრობდე და სადღაც არ უნდა ვიყო რიო-დე-ჟანეიროში მაგალითად. და შემთხვევითობა რომ არ არსებობს, ხო? არ არსებობს შემთხვევითობა, კი, მე მჯერა ამისი, რომ არ არსებობს, რომ ისეთი რაც უფრო ცნობიერი გავხდი ცხოვრებაში, ამას ვაკვირდები, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. აი საკუთარ მაგალითზე შემიძლია მხოლოდ ვისაუბრო. ურუგვაიში ვმუშაობ ატლანტიკის ოკეანეზე და ანუ რაღაცა ცხოვრება მიმიყვანა. იქ აი როგორ დავიწყე იქ მუშაობა, არავის არ ვიცნობდი. აი რაღაცა ისეთი საოცარი რაღაცეები მოხდა, რა ცოტა ზღაპარს რო გავს და ეს რაღაცებს ხვდები, რომ ანუ შემთხვევითობა არ არსებობს. ხო და ანუ დიდი ხანია მე ბოლოს რო გაგიცანი შენ ესპანეთში. მე 5 წელია, აი წელს მე 5 წელი იქნება, კი. ანუ ესპანეთშიც ან ძირითადად თუ არ ესპანეთი, ურუგვაი და საქართველოში ზაფხულის თვეებში. და როგორ დაიწყე საერთოდ? ანუ რა პროფესიის ხარ თქვა? გაგშეგიძლია რომ მოგვიყედა გაგიზია? კი, მოკლედ მოვყვებით, რამდენი პროფესია გამოვიცვალე, მაგრამ ის არის, რა ქვია, ცოტა ესეც ზღაპარებით არის. ვინც საქართველოში მიცნობს ჩემი წინა ცხოვრებიდან მე 20 წელი არ ვცხოვრობ თითქმის აქ ბარსელონაში ვცხოვრობ. ანუ ჩემი სულ თავიდან რომ მიყვე ბავშვობიდან ისეთი ვიყავი რომ სულ რაღაცა ეს მისტიკა და რაღაცა მაინტერესებდა რა არის იმის იქით შეგრძნებებიც ისეთი მქონდა ხოლმე აი მაგალითად გარდაცვალების თემა ძალიან მაინტერესებდა რა ხდება და ხო მაგრამ ნუ ისეთი რაღაცა კომუნისტების დროს დავიბადე და ბევრი რაღაცა ძალიან დაფარული იყო ჩემი ასე ვთქვათ პროფესიული კარიერა არის საერთაშორისო ბიზნესში ვისწავლე ჰოლანდიაში და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობდი და PR-ის. საერთოდ დიდი ხო რამოდენიმე წელი. მაგრამ ინტუიცია ჭირდება PR-ს და მარკეტინგს. კი, ეს ქონდა, მაგრამ რაღაცა მომენტში გაუცნობიერებლად თან მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და დოკუმენტური ფოტოგრაფიას მე თვითონ რაღაცნაირად სულ ვიღებდი და ძალიან მიტაცებდა ეს რაღაცა უცხო კულტურები რა რაღაცა შორს და ეთყობა არ მყოფნიდა ის რასაც სადაც მუშაობდი და მივდიოდი თქვა აი მოხალისეთ აი დროება რო იყო გიორგი თარგამაძეს რომ იყო და იქ აი გალაპაგოსის კუნძულებზე წავედი იმათ მოხალისეთ ვიმუშავე და რაღაცა პერუში და ეგეთ ქვეყნებში და იქ აი ეს რაღაცნაირად უფრო მავსებდა ეთყობა გაუცნობიერებელი რომ აი ის არ მინდა რაღაცა ეს მოხალისეობა ყოველთვის მინდოდა ძიებაში ნუ გაუცნობიერებელ ძიებაში ბევრ რაღაცას ვაკეთებდი რაღაცა თვითონ რო აკეთებ ბევრი ხო ვერ ხვდები რატო მე რაღაცა გარდატეხა მქონდა ცხოვრებაში და ეს თერაპიები და რაღაცები სხვა შორის სადღაც ქვეცნობიერში იყო დალექილი აი ჰოლანდიაში რო სწავლობდი ხრონიგენში სწავლობდი ჩრდილოეთ ნაწილში და სულ შავიცა იყო სულ წვიმდა და ანუ რაღაცა აი შუქია არ იყო და მყავდა რაღაცა მეგობარი კურსელი მისი მშობლები იყვნენ ჩინური ტრადიციული მედიცინის წარმომადგენლები და დამთხოვას მე ვიტყვით რა ხო იქაც ახლა ნუ სწავლაც ისეთი იყო ინტენსიური და კიდე რაღაც ინდონეზიელი გოგოები იყვნენ ხანდახან ბადმინტონს თამაშობდით ხოლმე და აი რაღაცა კულტურა სულ ხო რაღაცა სხვა კულტურა ნუ დარჩენი ჰოლანდიელები ნუ მე ქართველი ერთი და რაღაცა ესა და აი ხანდახან რო შევდიოდი ხოლმე უნივერსიტეტში დამინახავდა ერთ-ერთი რაღაცა რუს ვერ ამბობდნენ ტამალა რაღაცა აი შენი ის არ მომწონს რაღაცა ჰაბიტუსი და მოდი თუ გაუძლებ რაღაცებს დაგაჭერ თუ რა მეთქი რა ასამბობს ეს ხო და რაღაცებს მაჭერდნენ ხოლმე მართლა და გრძნობდი ენერგია როგორ მომდიოდა რა და ამის ეს მქონდა სულ რაღაც ჩამრჩალო რა საინტერესოა რომ ის რაღაცა ფეხზე მაჭერს ხელზე რაღაცას თითზე მაჭერს და მე რაღაცა ენერგია ამდის აი თავში ვგრძნობ რაღაცას და რაღაც მომენტში ქვეცნობიერი სულ მეუბნებოდა რომ აი შენ როცა მოხდები ისეთ ქალაქში და გაქვს დრო და ამის ფინანსური შესაძლებლობა რომ აი ეს წერტილოვანი რაღაცები რომ ვისწავლო მაგრამ ეს იყო ანუ ეს ინფორმაცია მოვიდა შენამდე ეს მოვიდა ჩემში აი 1999-ში მაგრამ იმის მერე ნუ აი რაღაცა მთელი ცხოვრება სხვა რაღაცები ვიმუშავე მე 2007-ში წავედი ბარსელონაში რაღაცა
გარდატეხის პერიოდი მქონდა, დავიწყე ფოტოგრაფიის სწავლა. რომ აი მანამდე არ მისწავლე, ეგ ძალიან საინტერესო იყო. მერე სადოქტოროზე ვიფიქრე, რომ ეს კომერციული ის არ მინდა, მარკეტინგი და რაღაცა იმიტომ რომ ხანდახან ისეთი რაღაცის მარკეტინგი მიწევდა და რეკლამირება, მაგალითად ხორცს 30 წელია შენთვის არ ვიღებ და ნუ ჩემთვის იყო რომ რაღაცა ვიზუალით უნდა გამეთვალა რა გემოაქვს და რაღაცა ჩემ თავს ვატყუებდი და ხა ძალიან არ მომწონდა რაღაც წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემთან და თქვათ მე რასაც არ შევჭამ ის რეკლამა რატო გავაკეთო რა ანუ რატო გავაუკეთო პროცესის თანამონაწილე რატო ვიყო თქვათ და იქ ვისწავლე საჯარო კომუნიკაცია რა უფრო საჯარო კომუნიკაცია არა კომერციული რაც მე ძალიან დამეხმარა ცხოვრებაში და ну რაღაც ისეთი მიმართულებით წავედი უფრო ჰუმანიტარული. რა ისეთი მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება. და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამან, იმიტომ რომ მე თქვათ საერთაშორისო მულტიკულტურული კომუნიკაციის ხრით წავედი და 2 წელი მაგალითად თავშესაფარს რო ითხოვენ, იქ მუშაობდი ეს ადამიანებთან და ძალიან დიდი გარდასახვა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში და ну რა სადღაც 2018-ისკენ ესე ქუჩაში მოვდიოდი რაღაც სამსახურიდან წამოვედი თუ რაღაცა განთავისუფლეს, იქ რაღაც გამოგვიშვეს რამდენიმე ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცა შეიცვალა კომპანიაში და ნუ რაღაცა როგორც არის ევროპაში კომპენსაცია და რაღაცები, მოკლედ დრო მქონდა მომეცა და ფინანსური საშუალებაც და ნუ კარგ ქალაქში ვარ, სადაც ყველაფერი შეიძლება ვნახო და ეს ერთ დღეს უფრო მეტი იოგით ის დავიწყე პრაქტიკა რაღაცები და ეს ქუჩაში მოვდიოდი და აი რაღაცა ხმარო გეტყვის. აი ეხა არის მომენტი, რომ შენ აი ფეხის რეფლექსოლოგია ისწავლო. და აი აქ დამკრა და იქედან რო რაღაცა დავიწყე, მე ვიპოვე სკოლა, ეს სკოლაც თვითონ ვიღაცა მითხრა რომ აი ეს ძალიან ჩქარა მოხდა. მისიაში რო ხარ რაღაც გზა თავისით ხო, აი თავისით გაიხსნა, კი, მე ჩემთვის მინდოდა ამის სწავლა, მე პრაქტიკებს რო გავდიოდი მეგობრებთან და რაღაც რაღაცა ძალიან დამეხმარე, ეს ვიგრძენი რაღაცა ძალიან ბედნიერი იყო ყველა და მივხვდი რომ ნუ ალბათ თუ ჩემი გზა კიდე უფრო სიღრმისეულად შევედი რა და ბევრი რო არ გავაგრძელო, ისე მოვედი აქამდე და ეხლა დიდ სურათში რო უყურებ შენ ცხოვრებას და აიხლანდელ შენ მეს ანუ ეს არის ხო, რასაც აკეთებ და კი, აი როდესაც შინაგანად აი რას ვისაუბრეთ, რომ რაღაცებს ვერ შევიგრძნობთ, შეიძლება იყოს ეს დაგროვილი ბრაზი ან რაღაცა, როგორც კი დავიწყე შინაგანი სიმშვიდის მოპოვება, ანუ მთლიანად შეიცვალა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში. დიდად ესეთი რაღაცა ნერვიული ადამიანი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ ბევრი რაღაცეები გაუცნობიერებელი მქონდა. აი ბევრი რაღაც და აი ესენი თვითონ გამოვიდა, აი შერაც თქვი რომ ტირილი დავიწყეო რა, მეც მქონია ესეთი მომენტები. იმიტომ რომ უკვე გახსნილი ვიყავი ამასთან. და აი მაგალითად მთელი ცხოვრება კუჭნაწლავი შენთან ძალიან ახლოს არის. ძალიან გრძნობიარე მქონდა და აი ხანდახან მეშინოდა ხოლმე რომ რაიმე ეს ჯანსაღი თქვებით ვიკვებოვდე და მეშინოდა რომ აი ხა ეს როგორ შევჭამო, ისევ რაღაცა შეფერილობა მექნება. და აი ამ თერაპიებში რო გადავიდე ეს ეტაპი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, დამშვიდ და ყველაფერი და ანუ იმ დონეზე დამშვიდა რომ ეს ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა რომ მაინც რაღაც ანალიზები გაიკეთეო რომ იმდენად იყო ესო რაღაც დაძაბულიო და განთავისუფლდაო რაღაცა მაინც რომ არ იყოსო რაღაცა ვირუსული ანუ არაფერი ყველაფერი გამოირიცხა ხო ანუ დისბალანსი იყო შენი ხო ანუ სიმშვიდე ანუ როდესაც დამშვიდ და შინაგანი სიმშვიდემ დაალაგა ეს კუჭნაწლავი აი რამდენ პროცენტს აძლევს შენ ყვებას ადამიანისთვის თქვა აი რასეუბნები რომ აი როგორ უნდა აძლევ რჩევებს რომ მოაწესრიგოს და ყვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ცდილობ რომ საერთოდ რჩევებს არ ვაძლევ იმიტომ რომ რჩევა მიკერძოებული აი თუ შემეკითხება ანუ ჩემთვის რჩევა არის თუ შემეკითხება რაღაცას აი შენ როგორ გააკეთე ანუ შენ რა შვები ანუ აი ესეთ ცნობიერებამდე როგორ მიხვდე ანუ რაღაცა მირჩიე შემიძლია ვურჩიო იმიტომ რომ იმდენად რაღაცა სხვადასხვა ეტაპებზე ვართ რომ ცოტა რთულია იმიტომ რომ აი ისიც რომ აი
მე ხა შეიძლება დღეში ორჯერ ვიკვებო და ისეთი საკვები მივიღო, რასაც უსმენ ჩემს სხეულს რა. და იმისთვის შეიძლება არ იყოს ის კარგი. ხა მე ვერ ვეტყვი ადამიანს, რომ ხორცი არ მიიღო მაგალითად ან რაღაცა ესეთი რაღაცები, მაგრამ მე მგონია, რომ კვების ნაწილი შენ უფრო ახლოს იქნები ამასთან. ეს კვებაც შენ ცხოვრების წესს რო ცვლი, ესეც ამასთან მოდის და მე პირადად აი დიეტების ისა რა ქვია, ხა რაც ამ თერაპიებში, ანუ დიეტა სტრესში აყენებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომ ვაიმე მე ბრძვიან, ეხა გუშინ 5 ნაჭერ პურს ჭამდი და დღეს წყალს ვსვავ. და თავდაცვაში არის და შეიძლება ისეთი სტრესი გამოიწვიოს, ანუ ყველა ადამიანში მეტნაკლებად, რომ ადამიანი რეალურად მე მგონია, რომ გააჩნია როგორ მიუდგები. თუ მიუდგები თვით სიყვარულით და იმით, რომ ტრანსფორმაციას ცდილობ და ორგანიზმს წმინდავ, საერთოდ აღარ ხარ თავდაცვაში. პირიქით ამას იმხელა სიყვარულით აკეთებ და მაგრამ ამ პროცესში უნდა იყო. ეხლა თაკომ ეს გააკეთა, თამარამ გააკეთა და ვიღაცა მეც გავაკეთებ, იმიტომ რომ ის ამ შედეგამდე მივიდა, მაგრამ ის სხვა მხრივ ამ ცხოვრებით არ ცხოვრობს. ყველას აქვს ხო თავისი. ხო, შეიძლება მასზე ესე არ იმოქმედოს რა. და ასევე მჯერა, რომ როდესაც დაბალ სიხშირეზე ვართ, მაშინ უფრო აი ეს junk food-ი რაც არის, უფრო გინდება, რომ რაღაცა არაჯანსაღით საკვები მიიღო. და როდესაც შენ სხეულს უსმენ ამ ტექნიკებში ხარ, რაღაცა ფიზიკური დატვირთვა გაქვს, ბუნებასთან კავშირი გაქვს აღდგენილი, არ შეჭამ ისეთ რაღაცებს, რაც არ არის ჯანსაღი რა. ჯერ მე მჯერა, რომ საკვებს რო დახედავ, თუ ცოტა შენ სხეულს უსმენ, ხვდები ეს შენ შეგერგება თუ არა. ხო. კიდევ ერთი მომენტი არის საინტერესო შეიძლება იყოს, რომ გავაზია, რომ აი ნუ ზუსტად ამ თერაპიების დროს ვისწავლე და დავფიქრდი, აი ჩემი და ხორცის ურთიერთობაზე, სხვათა შორის, ანუ როგორ აღიქვავს სხეული. შეიძლება აი ძალიან ჯანსაღ საკვებს მიირთმევდე, ანუ აი თქვა ავიღოთ, რა ვიცი, ისპანახი ან ბროკოლი ან რაღაცა მწვანე, ну რაღაცა ჯანსაღი საკვები. ამ დროს შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოს, რაღაცა ძალიან აგრესიული ან ცუდი ინფორმაცია მოგაწოდოს და სხეული ამ დროს შენ რო ამას მიირთმევ, სხეული ისეთ შოკშია, რომ იმიტომ რომ ის ცუდი ემოცია, ნეგატიური ემოცია მოგივიდა, რომ ამ კონკრეტული საკვების მიმართ შეიძლება შეუთავსებლობა გამოიწვიოს რა. ესეთი რაღაცებიც ხდება. მართლა ხო? კი, რა ვიცი, ესე ამბობენ და რაღაცნაირად რეზონირებს ჩემთან. ხო, რეალურად მე მჯერა და რეზონირებს, როგორ ხასიათზეც ხარ ისეთ საკვებს, რომ იმ ენერგეტიკით ამზადებ. კი. და მე სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს გარეთ მომზადებული საკვები. კი, ამაში გეთანხმები. ანუ ადამიანი, რომელიც გადაღლილია და ვთქვათ, ეს მზარეულობა ხო რაღაც ძალიან კრეატიულია, მაგრამ დილიდან ღამემდე ვთქვათ, მუშავს, ძალიან უნდა გიყვარდეს და მეიჭვება ახლა, რომ ეგეთი სიყვარულით აკეთო 8 საათი, 7 საათი დღის განმავლობაში და გააჩნია შევს. მე მაქვს ხოლმე შეხება, აი ურუგვაიში ესეთი ღია სამზარეულო ხანდახან სადაც მუშაობ ხოლმე, რაღაცა სულ ერთი თვე რომ მუშავს და ვაკვირდები ხოლმე ამ იმას. საერთოდ იოგის რიტრიტებზე როდესაც მუშაობ ხოლმე, ანუ ვისთან ერთად მაგ კოლაბორაცია ხანდახან მეც ვაკეთებ ხოლმე. აი მე მიყვარს რომ რაღაცა კლასიკური ოპერა ჩავრთო ხანდახან კლასიკური მუსიკა და ისე დავამზადო და დალოცო საკვები. ყოველთვის ვლოცავთ, იმიტომ რომ ეს საკვები რომ ჩვენთან მოვიდა, ხო, იქამდე რამდენი პროცესი გაიარა. რომ მადლიერება ამ დედამიწას და იმ ადამიანს ვინც ეს მარცვალი ჩადო მიწაში ეს რომ ამოვიდა ვიღაცამ რომ მოუარა და ეხლა ჯურანტელი მეუს და ის მე რაღაც ამ სახით მოვიდა ჩვენთან და აბსოლუტურად გეთანხმები რა ენერგიასაც ჩადებ შეიძლება მიშელინის რესტორანში წახვიდე და ის საკვები ნუ რაღაცა კაი გავლენა არ მოხდეს იმიტომ რომ ნეგატიური ენერგიით ხა სამზარეულოში თუ ადამიანი გაბრაზებულია ის საკვები ისეთ ჯანსაღი ვერ იქნება რა ხო და შეიძლება ძალიან მარტივად დედაც იყოს გაბრაზებული და შვილისთვის უკვე მერე გადადის ეს კი აი ამას მე პირადად ძალიან დიდ
მნიშვნელობას ვანიჭებ და აი ვისთანაც აი შეიძლება კარგი ტექნიკა იყოს, ხო, გინდა ტანტრა იყოს, გინდა რაღაცა, აი ჰაბიტუსზე რომ ხედავ ადამიანს რაღაცნაირად ხელში რეზონირებს, რომ ხო, ეხა შენთან იმიტომ მოვედი, რომ აი რაღაცა სიყვარული მაკავშირებს, მომწონს, რასაც აკეთებ ტრანსფორმაცია და აი რაღაცა რეზონირებ და არც დავფიქრებულო, ეხა შეიძლება ვიღაცასთან, ხო, ამასაც დიდ და შენ უკვე ისე ნატიფ ენერგიებში ხარ, რომ გჭირდება, ანუ რომ რეზონირებდე. კი. მეც სხვათა შორის უკვე ძალიან ვფილტრავ. გონია რომ უნდა გავფილტროთ ხოლმე, იმიტომ ესეც საზღვრებია, რომ მე ჩემს საზღვარს ვიცავ. ხა ის რომ მე ხარ იმდენ ადამიანთან მუშაობ, რომ საკუთარი დაცვა მაქვს, ხო, ჩემი ანგელოზები მყავს და ერთ ძალიან კარგ რაღაცას გავაზიარებ, შეიძლება სულისთვისაც სასიხარულო იყოს, აი ადამიანი რომ მოდის ჩემთან როგორ მუშაობ ხო ენერგეტიკულად კი ტექნიკა არის ერთი ყოველთვის ჩემი ამომავალი აი რაღაცა სულიდან რო ამოდის არის რომ ყველას ერთნაირად განურჩევლად სქესისა ფერისა მართლა ბევრნაირია და აი ჯერ არის რომ სიყვარულის და მადლიერების ეს რაღაცა გაღვივება და კულტივაცია და რომ აი ამ თუ კი რამე წმინდა და ნათელი არსებობს და ანუ ჩვენ ხო ყავს ჩვენი ვისაც გჯერ ანუ რაღაც ანგელოზები დამცავი რომ ნუ შევთხოვ რა თქმა უნდა ჩემთვის ჩუმად გულში რომ აი დღეს ამ ჩემთან მოსულან ადამიანს დაეხმაროს იმაში რაც მას ჭირდება ახლა და დღეს შესაბამისად მე როგორც ადამიანს რაც არ უნდა ვთქვათ იმის მიხედვით რომ რა ვიცი ახლა შეიძლება ცნობიერება უბრალოდ გამვითარება მაგრამ გამტარი ხდები და ის რომ ეგო არ შემოვიდეს მე არ ვარ გადარჩენის როლში იმიტომ რომ შეიძლება შევცდე ის ადამიანი რომ მეუბნება მე თავი მტკივა ეს თავის ტკივილი შეიძლება მოდიოდეს რაღაცა ფეხის თითისგან იქ მერიდიანში რაღაცისგან შესაბამისად როდესაც აი ამ მაღალ არსებებს მივანდობ ველში შედიხარ ენდობი და ზუსტად ის რომ მე ნდობა მაქვს რომ ამ ადამიანს მე არ ვწყვეტ როგორც ჩვეულებრივი მოსიარულე ადამიანი და იმიტომ რომ რაღაც ტექნიკები ვიცი და ეს საოცარი ის აქვს ხოლმე შედეგები რა ის ადამიანი ძალიან ხშირად ისეთ რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე რომ მე თვითონაც ანუ ლოგიკაში ვერ იმაშვები მაგრამ კურნალი ენერგიას იღებს თვითონ ის ანუ ეს მე ვარ გამტარი და არა მე ვაძლევ მას კურნალ ენერგიას ღმერთისგან არის ყველაფერი კი აი ყველაფერი და თავისიანები მეც ესე მგონია რომ ღმერთს დავარქმევ თუ იმ რაღაცა უნივერსალური ენერგიას აი ეს არის ყველაზე მკურნალი ალბათ რაღაცის წამს ნუ ვისაც წამს და ნუ ვისაც როგორ წამს მაგრამ ჩემთვის როგორც ღმერთი და უმაღლესი კიდე აი რა გვაკავშირებს ჩვენ მაღალ მესთან ხო წეგანაი ტანგო ვახსენე და რამოდენიმე ადამიანს ძალიან საინტერესოს რომ აი წავიკითხე მოусმინე ის რაც გვსიამოვნებს იმას რომ ვაკეთებთ ეს ისეთ მდგომარეობაში რაღაც გვაკავშირებს ჩვენ მაღალ მესთან ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ამ პროცესში ქსიამოვნებს და დრო ისე გადის, რომ ვერ შეიგრძნობ, ხო? ეს შეიძლება იყოს თევზაობა, შეიძლება იყოს სეირნობა, აი რაღაც აი შეიძლება ანუ ხაზი გავუსვათ რომ ეს არის რაღაც ჯანსაღ არაქიმიური ნივთიერება შეიძლება ეს არის ჯანსაღი ეს არის რაღაცა მედიტაცია სადაც ჩვენ უკავშირდებით ჩვენ მაღალ მეს ძალიან შემოქმედებით ენერგიას ხო? კი, შეიძლება ხატვის დროს ხო აი როგორ რაღაცებს ქმნიან ხო ეს რაღაცა ზემოდან ზოგმა ხატურამ თვითონაც არის ისეთ საოცრება დახატა და ძირითადად მე მგონი ესე და ეს არის ყველაზე წერა კარგი წერა ხატვა ანუ ელემენტარული ძალიან მარტივი რაღაცეებით შეიძლება იყოს ანუ მე მაგალითად ანუ მოცურავე ვარ ბავშვობაში და წყალში თურმე მედიტირებდი და ეხა მივხვდი რომ ის მედიტაცია ყოფილა რაღაცა და სულ მეგონა მედიტაცია რომ ესე უნდა იჯდე რაღაცა და შესაბამისად არც გბეზრდებოდა ცურვა ხო იმიტომ რომ შენთვის ძალიან მალე გადიოდა დრო ანუ რო დავანება ანუ სპორტულ ცურვაზე რო დავდიოდი იქ გვაძალებდნენ ბევრს და უკვე მედიტაციის იმას ცდებოდა რა ხანდახან იყო რომ 10 კილომეტრი დღეში და ნუ ეხლა 9 წლის რო ხარ მაგრამ როდესაც ჩემთვის დავიწყე რომ აი მე განვაგებ დროს და რა სტილით ვიცურავებ აი მაშინ
იქაც მქონდა, მაგრამ იქ უფრო ისიც ვიყავი, რომ აი ჩქარა უნდა იცურაო და რაღაცა. მე უფრო ეხლა რომ დავაკვირდი, ზღვაში მაქვს ეს მედიტირება, მედიტაციური მდგომარეობა, ზღვასთან ურთიერთობაში ამ ენერგეტიკასთან. აუზში რაღაც არ გამომდის. მაინც თავს ვერ ვაჩერებ. ძალიან უნდა დავიღალო ცურვისგან. ან ნავარჯიშები უნდა ვიყო და მერე უნდა ჩავიდე საცურაოდ, რომ რაღაცნაირად ტვინი გავთიშო, ხო? გეთანხმები, თუმცა წყლის თვითონ რადგან, აი ხა მე როგორ უდგები მაგას, მეც ზღვის ენერგია ჩემთვის, ანუ აი სულ ზღვებზე, აი აქ თბილისის გარდა სულ ზღვაზე ვარ. ანუ იქაც ზღვაზე ვცხოვრობ, ესპანეთშიც, ბარსელონაში ვცხოვრობ და ძალიან ახლოს არის ზღვა და როცა მინდა მივდივარ ზღვაზე. და ურუგვაიში ორივე მხარეს ატლანტიკის ოკეანეა და ნუ იქ სურა ოკეანეში. ცოტა იქ მიჭირს სურვა, იმიტომ რომ დინება არის, ხანდახან დინება, ტალღებია, ხან ისეთია რაღაცები გამოაქვს და ნუ ესე რაღაცნაირად როცა შევდივარ ვარ ხოლმე წყალში, მაგრამ ცურვა ხმელთაშუა ზღვის ოკეანეში ცოტა ხო ის არის. და დიდი განსხვავება აუზთან, უბრალოდ აუზში ჩემთვის რადგან წყლის სტიქია მადუნებს, თორე აი მედიტაციური მაშინ რაზეც ვისაუბრეთ, არ მივყავარ. ეხლა ზღვას აქვს ყველა მიკროელემენტი, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენც წყალი ვართ. მიკროელემენტი, მე ზღვის თემა შემოდის, ახლა ზღვა იმისი მზის თემა შემოდის. ნუ მზა, მარილი, ეს მიკროელემენტები და მზე და ქვიშა, რომელიც ამ მაგნიტებით არის დატვირთული, სულ ყველს ვეუბნები ხოლმე, რომ ძალიან მიყვარს ფეხშველა სიარული და აი ამ ქვიშაზე, ქვაზე, იმიტომ რომ ქალაქში როცა მოძრაობ და ეს შეხება ბუნებასთან აღარ გვაქვს, ესეც საკმაოდ ბევრ დაძაბულობას იწვევს სხეულში. და აი ხარ ახან შენახსენი ამ ქვაზე შეხება და თქვათ ეს რეფლექსოლოგია გამახსენდა და მოდი მოგვიყევი ამის შესახებ, თქვათ რომ როგორ აი შეიძლება ეს რაღაც ფეხის ტერფის ან ხელის გულის რუკა არსებობდეს, რომ ადამიანს შეხედავ და ნუ შეხედავ რა ან შეეხები და მიხვდები, მე ესე მახსოვს, რომ მაგის მიხედვით ხვდებოდით, რომელი ორგანო შეიძლება მაწუხებდეს, ხო? რაღაც დაჭერისას. ანუ ფეხის რეფლექსოლოგიაში ესეც საკმაოდ ჯადოსნური არის. ჩინელებმა განავითარეს, თუმცა ეს რუკები საიდან მოდის? არის რუკები, ფეხის გული, სადაც არის, ანუ აი ყველაზე მიღებული ტექნიკა, რომელიც არის, ნუ რაღაც ავტორი უდგას უკან ფიცჯერალდი მაგალითად ერთ-ერთი 56 წერტილი არის. და მუშაობა მიდის ზუსტად აი აქ რაც თქვით. მარჯვენა ფეხით იწყება და გადის მარცხენაზე, როგორც საკვების მონელება იმაშובה მოძრაობს ხო სხეულში. ამ რეფლექსოლოგიის რუკები აღმოჩენილი არის, შეიძლება საქართველოშიც იყოს ძველ კულტურებში, ინდიელებში, სამხრეთ ამერიკაშიც არის აღმოჩენილი, ძველ ეგვიპტეში არის რაღაცა ამ ექიმების პირამიდა და იქ ნახატებია, რომ ზის ერთი და მეორეს ხელის და ფეხის რეფლექსოლოგიას უკეთებს. ორგანოებს უკავშირდება. ხო, ანუ კურნავს რა, ნახატებიც არის საოცარი უძველესი ხა ეგვიპტის პირამიდებში წარმოიდგინა. და მე ჩინეთში ამან უბრალოდ ჩინეთს ძალიან ღარიბი იყო ჩინეთი და ძალიან განავითარა, კარგად განავითარა ეს ტრადიციული მედიცინა, იმიტომ რომ ელემენტარულად ცოტა დასავლურიც რომ შემოვიდა, ხალხს არ ქონდა საშუალება არც გადაადგილების და არც რომ სადღაც ცოტა ისეთ იმაში მისულიყო და ამან ძალიან ხელი შეუწყო აი ამ განვითარებას. რას მოისაზრებს, ნუ ეს რუკები საიდან მოვიდა, არის კიდევ ერთ-ერთი მოსაზრება, რომ საერთოდ ადრე სანამ ეს ძველი ცივილიზაციები იქნებოდა, იყო ძალიან მაღალი განვითარების ცივილიზაცია და იმათმა დატოვეს ეს ცოდნა. ბევრი ცოდნა, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, ესეთი რაღაც ცოტა ზღაპარივით, ესეთი მოსაზრებაც არის, რომ შეიძლება მართალიც იყოს, ხა ჩვენ არ ვიცით. ამ რუკაზე არის დატანილი, აი საკმაოდ ცნობილია ბუდის ფეხები არის და იქ წერტილებია. მაგალითად გულისად არის და რას ნიშნავს რეფლექსოლოგია, რომ განმარტოთ, რომ უფრო კარგად გაიგონ ადამიანებმა. რეფლექსუსი, ანუ რეფლექსო არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს ანარეკლს.
შესაბამისად რეფლექსოლოგია ნიშნავს, რომ ამ ფეხის გულებში და ხელებში ასევე სახეზე, მაგრამ უფრო ესეთი კონკრეტული წერტილები არის ფეხის გულებში და ხელის გულებში. არის რეფლექსი ჩვენი სისტემის, თქვათ, საშარდე სისტემა, ღვიძლიან და ორგანოების. და მიდის ამ ტექნიკით, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, ამ რუკით მუშაობა. და რა შეიძლება შეიგრძნო? შეიძლება შეიგრძნო, რომ ადამიანი დაძაბულია, მაგალითად, მზის წნულიდან იწყება, რაღაც მოთელვასავით არის და აი ეს არის სადღაც აი აქ შუაში. მზის წნული არის სადღაც კუჭის, ხო, აი კუჭის არეში, რომელიც ამ რეფლექსოლოთერაპიის მიხედვით წარმოადგენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. და აქედან იწყება აი ესე მუშაობა და ამის გააქტიურება. ეს თუ ადამიანს გრძნობიარე წერტილია, მაგრამ ზოგს ძალიან ტკივა და შეიძლება რაღაცა ცოტა. ხო, აი ცოტა აი აქ მეოთხე მე რო ჩამოდიხარ, ჩაღრმავება არის აი აქ. ესე მუშაობ, კი, ეს აქტიურდება. და თუ ტკივა? თუ დაძაბული და რაღაცა ძალიან, მაშინ შეიძლება დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობ სხვა გვერდზე თითებთან. კი, აი აქ რაღაცა თითქოს ენერგია ამოდის და ზოგს ეს შეიძლება კონდეს, აი თქვა თუ მარჯვენაზე თუ მარცხენაზე ბოდიში? ორივეზე, ეს ორივეზე აქტიურდება. და თუ გინდა რომ დაამშვიდო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ჯერ გააქტიურება. შეიძლება ძალიან ტკიოდეს და ოდნავ ეს გაუკეთო, იმიტომ რომ დაძაბულია, შეიძლება ნერვული სტრესი ქონდეს, შეიძლება რაღაცა, დაძაბული ცხოვრება აქვს და ეს იმიტომ ტკივა, ეგ უკვე ამით მიხვდები. ასევე მაგალითად დაღულის პუშტი და ღვიძლში ისეთი შეგრძნება ამ ნაწილში, რომ აი რაღაცა ღვიძლი კარგად ვერ ფილტრავს. აი უფრო რბილობი არის რა. ანუ მთელი თითებით და ყველაფრით შეიძლება მიხვდე, სად არის უფრო სად ჭირდება სხეულს მეტი ენერგია. აქ მახსოვს სადღაც თავი იყო რა. აი ეს ცერა თითი, ნახე როგორი მიდგომა, ეს ცერა თითი არის თავი. შესაბამისად, რადგან ეს არის თავი, ჰიპოფიზი, ეპიფიზიც აქედან აქტიურდება. ეხლა ესეთი შეგრძნება ხოლმე და ეს ჰიპოფიზი და ეპიფიზი არის ჩვენი დირიჟორი, აი პიტუიტარი რაცაც ქვია, ეს არის ჰიპოფიზი და ეპიფიზი. და აი დირიჟორივით არის ეს რო აქტიურდება, ანუ სხეულში მიდის როგორი პროცესი, იცი რომ აი აქ მეტი სისხლია საჭირო, ეს აქ მეტი წყალი უნდა გავადინო. ანუ დირიჟორი ჯანსაღად დირიჟორობს ყველაფერს. ხო, ესე ცენტრალური ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილია, ხო, ეს ეპიფიზი. და შენ ასევე მოიტანე შენი აღჭურვილობები და ესეც საინტერესოა. ხო, ძალიან საინტერესოა. ჯერ თუ დაგვრჩა გავაგრძელოთ, ხო? ანუ აქ ხდება, აი, თქვათ აი ესე შეიგრძნობა და იქ მეტი მუშაობა მიდის, ხო, რაღაცა რბილი არის, რაღაცნაირად შეიძლება ცოტა ხმაც იყოს რა. რაღაცნაირი ჭრიალივით ხო დაახლოებით და ხვდები რომ აი ეს ნაღლის ბუშტში აი ცოტა მეტი უნდა ვიმუშაო რომ ნელ-ნელა ეს რაღაცა გამოუვიტანო და ეს როგორ გამოაქვს მე მაგას ეწოდი ცხეულს გამოაქვს შემდეგ შარდით განავალით ცრემლით ბევრი წყლის მით არის 48 საათი მიდის შემდეგ გადაწყობა ესე ხვდები, ასე ვთქვათ, საშარდე დროს არ ურჩევ ხოლმე, ვთქვათ, რომ უფრო მეტი წყალი დალიოს. იცი რა, კი, წყალს ყოველთვის ვეუბნები, რომ მეტი ბოსტნეული ჭამოს თან რაღაც სუბუქად. აი, იცი როგორ რაღაცას ვეუბნები, რომ რადგან ეს პროცესი იწრება, მაინც სხეული იმდენად ჭკვიანია, თუ ეს პროცესი რომ მაინც გამოიტანს. მაგრამ ჩვენ თუ ვეხმარებით, რომ მეტი სითხე მივიღო, შარდმდენია, ვეუბნებ, ვთქვათ, სეზონურად, აი, კენკროვანი ხილი უფრო შარდმდენია და თუ შეგიძლია და გიყვარს ესეთი რაღაც რომ მიიღო, რომ უფრო დაეხმარები, რომ ადვილად გამოიტანოს სხეულმა რა. აი საშარდე მილებში მაგალითად აი იგრძნობა ხოლმე რომ შლაკებია. ძალიან სასაცილოა, მაგრამ ფეხის გულიდან იგრძნობა და ნუ ესეთი ის არის, რომ ესე გამოგაქნელნელა რაღაცა. ხო, ესე და აი ამ რაღაცის ყოფილა მე რომ ვთქვათ ვიყავი ექიმთან და მომიწესრიგდა. კი, ყოფილა და სულ რაღაცა მიხარია ხოლმე რომ მიზიარებ. მე არასდროს არ ვეუბნები რომ აი რას გრძნობ და რაღაც გამიზიარი, იმიტომ რომ ადამიანს თვითონ სურვილი თუ აქვს, გაგიზიარებს და ჩემთვის მე ძალიან მიხარია ხოლმე რომ კარგად გრძნობს თავს და ბედნიერად და
ისე არასდროს არ ვეუბნები, რომ სულ უნდათ ადამიანებს, რომ აი სად მაქვს დაძაბულობა, წეხანაც აი რა იგრძენი, რომ ელოდება, რომ ნეგატიური უნდა უთხრა. იმიტომ ელოდება, რომ საზოგადოებაში ესეთი არის, ხო, რაღაცა, რომ ეს უნდა გტკიოდეს, კარგად თქვა ისიც ჩემ მეგობართან საუბრობდი რამდენიმე ხნის წინ და აი თუ ვამბობ რომ კარგადაა რომ რაღაცა ისე მიყურებენ რომ ეს კარგად ყოფნაც ისეთია რაღაცა ხო ანუ ხო შეიძლება რომ შვიდად ხარ და რაღაცა გიჟევით მიყურებ და მგონია რომ კარგად უნდა იყოს კი ანუ მაგრამ ხო უნდაზეც არ არის უნდაზე არ არის ეს არის ანუ ქართულშიც გვაქვს ძალიან კარგი ესეთი ანუ თუ ამბობ ალბათ რომ ცუდად ხარ რა თქმა უნდა გვაქვს ცუდად ყოფნის უფლება მაგრამ უმეტესწილად რაღაცა ძირითად რაღაცას ირჩევ თქვა ხარ ბედნიერი ყოველ წამს რა თქმა უნდა 1000 ემოცია ხანდადებითი ხან უარყოფითი შემოდის მაგრამ ძირითადი ხაზი თუ არის შენი გადაწყვეტილება რომ ხარ ბედნიერი იქნები და ხარ კარგად ძირითადი ხაზი ეს არის და ხა დანარჩენი ანუ ამ დროს რა ხდება ხო ხა ემოციები შემოდის შეიძლება რაღაც გავიგო ეს მოხდეს ყოველ დღე ძალიან ყოველი წამი ძალიან დინამიურია გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელობა ალბათ ამას ამბობ მდგომარეობას ვამბობ ჩემი მდგომარეობა გადაწყვეტილება მე აი ჩემი ცენტრიდან აი რაღაცმა ცხოვრებისეულმა ბანალურმა რაღაცეებმა რომ არ ამომაგდოს აი კარგი სიტყვა გაქვს ქართველებს ეს სხვათა შორის ძველ ინდურ სანსკრიტთანაც არის კავშირი 64 არ არის ადგილი როგორც ჯოჯოხეთი არ არის ადგილი 64 არის მდგომარეობა ანუ სანსკრიტს აქვს სამათხია მე მგონი ერთი ძირით შეიძლება გქონდეთ რომ ეს არის ჩემი მდგომარეობა მე ვარ 7 მდგომარეობაში ანუ 64-ში ვარ რა რომ შინაგან სიმშვიდეს არაფერი არ მირღვევს. ვიღებ ყველაფერს, ეს ნიშნავს, რომ აი ესე კი არა ვარ, რომ რაღაცა მედიტირებ და სადღაც ვზივარ და ყველაფერი არაფერი ზუსტად ამის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ შეიძლება ქალაქში დადიხარ და რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ და იქაც ინარჩუნებ. ეგ არის მთავარი გამოწვევა. ბალიზე და ინდოეთში, ანუ მე კრიშნამურტის მოყვარული ვარ ძალიან და კრიშნამურტი ამბობს რომ მედიტაციისთვის არ არის საჭირო რომ ლოტუსში იჯდე ან ინდოეთში წახვიდე და იქ იპოვო ანუ შენ თავში შეგიძლია იპოვო ეგ და ხო იმიტომ რომ მედიტირებ შეიძლება ყველაფრით შეგიძლია მედიტირება ანუ ამას გულისხმობ კი ამას გულისხმობ რომ არ არის მედიტაციის დაკანონებული პოზა ხო იმიტომ რეალურად თუ წახვალ და იმედიტირებ ან მაგალითად რაღაც პრაქტიკა გამივლია და იმდენად წყვიტავს რაღაც რეალობას და იმდენად კარგად ხარ რომ მე აი მაგაში მაგ ხელში თუ ჩავარდი შეიძლება საერთოდ აღარ მოგინდეს არანაირ ცხოვრებაში დაბრუნება ხო და სულ შეეცდები რომ იმდენად სიმშვიდეა და იმდენად კარგად ხარ რომ საერთოდ აღარ გაინტერესებს აი დღევანდელ დღეს ამ საბედნიერო ძალიან ბევრი ცნობიერი ლიტერატურა არის აი შენაირი პოდკასტებიც აი მე ძალიან მიხარია ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს საბედნიეროდ მაგრამ არის ასევე სულიერი აი რა ვთქვა აი ეძახიან ცოტა უზურპაციას რა რომ შენ იმდენად გადავარდნილი ხარ იმაში იმიტომ რომ სიამოვნებთ რომ აი 2 საათი მედიტირებ იქ რაღაც ბევრ პრაქტიკაზე დადიხარ ესეც ყველაფრისგან მოშორებ ესეც დისბალანსია რეალურად დისბალანსია შეიძლება იყოს გაქცევა კი იმიტომ რომ სიამოვნებს ეხა მე სიამოვნოს ტანგოს ცეკვა ყოველდღე თუ ცეკვავ მე გიჟევით ეხა 4 საათი ეხა დამოკიდებული ვარ ამაზე ასევე შეიძლება დამოკიდებული ვიყოთ აი ამ პრაქტიკებზე და მედიტაციაზე და ესეც ცოტა დასაბალანსებელია მანდაც ხო იმიტომ რომ მეც აი ჩემი გამოცდილებით დავიჭირე რამდენჯერმე საკუთარი თავი რომ იმდენად სასიამოვნოა ის რაღაც სიმშვიდე შენ თავში ჩაღრმავება რომ რაღაც მომენტში ფიქრობ, რომ აი გარეთ რა ხდება, ცოტა ხილში ვარდები. აღარ გაინტერესებს და რაღაცნაირად გეჩვენება ეს ყველაფერი. ან მე ვარდებით ხოლმე, მე ჩემთავს ვაკვირდები, იმიტომ რომ ბევრ ადგილებში რომ მოძრაობ ხო, რაღაცა სხვა კონტინენტებზეც რომ მიწევს, რომ აი ბუნებაში როცა ვარ, ძალიან კარგად ვარ ხო, ანუ ზღვა მიყვარს და აი მარტივად ბალანსში ბრუნდები, ვისვენებ, იქ თქვათ რომ ვიმუშავებ რაღაცა სულ ბუნებაში ვარ და კი და ენერგია
ენერგიაც მეტი მაქვს, თუ ძალიან რაღაცა აი ამ 64 მდგომარეობაში ვარ შინაგანად, ну გარე ფიზიკური მდგომარეობაც ეგ არის. თან ამ ყოველფერს ემთხოვა, რომ სადაც ვარ ხოლმე რაღაცა ძალიან კარგი ადამიანები არიან, ხა ყოველს თავისი აქვს და აი რაღაცა ჰარმონიული სივრცეა გარეთ ადამიანებით და მე მიჭირს ხოლმე პირველი დაბრუნება მაქვს, მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს ბუენოს აირესში ვბრუნდები. ბუენოს აირესი არის 16 მილიონიანი ქალაქი, ну ხა თავისი იმითი მეტრო გარეუბნებით ხო ეს მეგალოპოლისი რაც არის და უკვე ხვდები რომ აი ვაიმე ბუენოს აირესში და მე ვიჭერ ჩემ თავს და ბრუნდები. არა, აი ბუენოს აირესში ყველაფერი ისეთია როგორიც არის რომ ამას მოვერგო. საქართველოში როგორი შეგრძნებები გაქვთ? რომ აქაც საკმაოდ მძიმე საქართველოში აი ეხლა ბოლო რამდენიმე წელია რაც ჩამოვიდა, ანუ ჩემ თავსაც ხო ან ვითარებ და ვიღებ მოცემულობას და აღარ უყურებ, რომ აი ჩემთვის მაგალითად არქიტექტურის დიდი მოყვარული ვარ და ძალიან დახვეწილ არქიტექტურას უყურებ ხოლმე ხშირად, ანუ 6 თვე წელიწადი 8 თვე ძალიან დახვეწილ არქიტექტურას და ძალადობრივ არქიტექტურას მიმაჩნია კონცენტრირებას ვაკეთებ, რომ ესე არის. ეხლა მე აქ ვარ, მოცემულობა ესეთია და ამაზე მე ვერ გავბრაზდები რა. მაგრამ აი მეორე მომენტია ხოლმე ვფიქრობ, ეხლა ცოტა თემას გადავხედე, მე რა პოდკასტია და ყველაფერზე შეგვიძლია ლაპარაკი. ანუ მეც მიფიქრი ამაზე, რომ ხომ იმღებლობა რაც მე ყველა იმიტომ ალბათ სხვადასხვა განვითარებაში ვართ. კი. ყველა ხო? მეც არ მომბრო ვინმეზე მე განვითარებაში ვარ. ხო, ანუ ეგეც, მაგრამ მაგალითად პირიქით როცა გაწუხებს და ამაზე ხმას იღებ. ანუ ესეც არის ვიღაცის ხმის ამამღები თუ არ იქნება, შეიძლება ეგ არქიტექტურა ისეთ ეტაპამდე მივიდეს, რომ საერთოდ ამაზე მეტად გაუარესდეს და ხო აი არ ვიცი რთულია. არა, ხმის ამოღებაზე მე ძალიან ბევრი რაღაც ეტაპზე სოციალურ პროექტებს ვაკეთებდი საქართველოში ჩამოვდიოდი ხოლმე და მე ვარ დაბადებით სულით აქტივისტი. კი, მეც ეგეთი ვარ. და ცოტა დავწყნარდი ბოლო დროს, მაგრამ ნუ ძალიან ხო. აი მე გაგიზიარებ როგორ დავწყნარდი, ანუ რაც მოგიყევი რომ მუშაობდი თქვათ ამ ლტოლვილებთან და ნუ მეგონა რომ აი ბარსელონაში ეს რომ დავასრულე და რაღაცა მე აქ ჩამოვედი. ისეთი, ანუ ვეხმარებოდი მაგალითად იმას asylum-ის აი ამ იურისტი, რომელიც აი ამ თავშესაფრის იურისტი ქვია რა. და მიწევდა ხანდახან ანუ ჩემი კვლევის ჯგუფი იყვნენ რაღაც კოლუმბიელი ეს თავშესაფრის მაძიებლები, მაგრამ იქ ახლა ყველანაირი მოდიოდა ხა ბარსელონაში იყო ეს ყველაფერი და კარიბს რო გავაღებდი ხანდახან რაღაცა ეს ჩრდილოეთ აფრიკა, სუბსაჰარიან საჰარის ნაწილი აფრიკელები, ანუ რა ვიცი ყველანაირი ქართველებიც მათ შორის და ნუ ეს იყო სახელმწიფო აფინანსებს ესეთი არასამთავრობო და ვეხმარებოდი ხშირ შემთხვევაში აი ამ იურის და დახმარება ნიშნავს და რომ ეს ამ ადამიანის საქმე რო ძლიერი იყოს და მე ვთქვათ ესპანეთის სახელმწიფომ რაღაც უკან არ დააბრუნოს საბუთები და კითხვები არ დასვა და ნუ აი ამ ინტერვიუებს რო ატარებდი ხანდახან კი გაფრთხილებული ვიყავი რომ ისტორიების სახში არ წაიღო მაგრამ ისეთ რაღაცებს მიყვებოდნენ რომ აი ჩემს არსებულ რეალობაში არავინ არ ვიცი რომ აი ესეთი რაღაცა შეიძლება გამოიაროს და აი ამით ხანდახან გამეც არ მეძინა და ძალიან და ეს ადამიანები პატარა რაღაცაში რო დაეხმარები რამხელა მადლიერებას გამოხატავენ და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე და ნუ მაგის მერე გადავწყვიტე რომ აი მე მხოლოდ აი ესეთ მოწყვლად ადამიანებთან უნდა ვიმუშაო და აი რაღაცა სამყაროში ესეთი რაღაცები ხდება და ნუ რაღაცა გადავწყვეტე რომ გადამრჩენლის როლში შევედი და აი რაღაცა რო ვაგზავნდი აი ამ ტოლულთა იმაში რატომღაც აი სამყარო არასდროს არ მიღებდნენ რა არც კონსულტანტ რაღაცა იმეებში ანუ რეალურად ეგ არ იყო შენი გზა ალბათ ხო ეს
პირადად ამის მერე აღარ იყო ეს გზა ეთყობა ხო და რაღაცა დროს დავანებ ფიქრობ ამ ხელა გამოცდილება რაღაცა თან ახლა ესპანეთის მოქალაქე ვარ და ისიც არ იყო რომ რაღაცა რომ თან ესენებიც ვიცი ამ გაეროსი რაღაცები ნუ არა და ამ ტოლულებთან არ გამომევიდა მე ჩამოვედი აქ რაღაცა გავხსენი რაღაც არასამთავრობო და ვაკეთებდი ხელოვნებაზე დაფუძნებულ თემურ ხელოვნებაზე არა თემზე დაფუძნებულ სახელოვნებო პროექტებს რომლებიც სოციალური ტრანსფორმაციას უწყობდა ხელს და ესეც ცოტა აქტივისტური იყო იმიტომ რომ აი თქვათ ურბან აი ეს ხელოვნები ჩამოყავდა ესპანეთიდან და აი ბავშვებს რომლებიც თქვათ ზუგდიდში არიან იძულებით გადაადგილებული აქედან სმენა და მეტყველება შეზღუდული ბავშვები რომლებიც რაღაცა ერთი სკოლა იყო ნუ ყოველ შემთხვევაში 2013-ში ესე იყო და 14-ში სულ რო რჩებიან სკოლაში ეს ბავშვები გავაერთიანეთ იქ მოხატეს ეს რაღაც კედელი ოღონდ ეს კედელი როგორ მოხატეს იცით ამ სმენადამეტყველება შეზღუდული ბავშვები თბილისიდან წავიყვანეთ იქ ზუგდიდის რაღაცა მეორე საშუალო სკოლის ბავშვები ესენი როგორ მუშაობენ იცი თქვათ ბავშვების შიგნით რაც ემოციები არის იმას წერდნენ და ხატავდნენ და მე ესენი ეს ესპანელი ხელოვანები ამ ყველა ნახატს და იმას რაღაცა ფრაზაში აერთიანებენ შიგნით რჩება და აი თქვათ ამ იმაში დაწერეს მომავალი და მე მგონი დღემდე არის ეგ ზუგდიდში და კიდევ რაღაცა ადგილზე ვმუშავეთ ბავშვების რომელთაც მართლა რომ შევედით შენ ეს რაღაც აქტივიზმი ხელოვნებაში გადაიტანე ხელოვნებით ანუ როგორც ესეთი მსუბუქი მექანიზმი აი რბილი მექანიზმი აი soft tools რაც არის რომ მარტივად აი ძალიან კარგი პროექტები მქონდა აი რაღაცა ისეთ უბანში ვიმუშავეთ მაგალითად რუსთავში ინტერნატები ქვია რომ ჩავედით მე და ჩემი მეგობარი ისიც სახელოვნებო ჩემი პარტნიორი იყო კურატორი იყო ასევე მე და ეს ნინი რო ჩავედით გითხრეს რომ აქ ღმერთის მივიწყებული ადგილია და თქვენ რა უნდა გააკეთოთო და ფრანგი ხელოვანი ყავდა ვინც ანუ ჩვენი ადგილი იყო საბავშვო ბაღი სადაც ფოტოები რო გავაგზავნეთ ესო მეორე მსოფლიო ომის დრო ხა მორჩაო და ნუ იქ ისე შეიკრა ეს უბანი ბავშვები იმ ხელასიხარული ნახეს და ერთად დააშენეს სათამაშო მოედანი ამ რაღაცა ხის მე ერთად მოხატეს ეს რაღაც საცხოვრებელი ადგილები შეიკრა რაღაცა ეს პაზლივითი და ეხა რეალურად და ესეთი უბრუნდებით იმას რომ ესეთი დაფინანსებები ხო არ არის კი სამწუხაროა ესე ძალიან მცირედ დაფინანსება იყო იმის თქვა მინდა რომ მცირედ დაფინანსება შეიძლება რაღაცა გააკეთო რომ ხედავ რომ ადამიანს რაღაცა არგე და ბავშვებს თვალები რო გაუნათათ აი მართლა გადაყრილი ენერგიას მართლა საიდან ანუ გადაყრილი ნივთებიდან აპსაიკლინგი ქვია თავიდან სიცოცხლის კი შეძენა ხო ანუ რისაიკლინგი არა გადამუშავება ვთქვათ აი საბურავებისგან გავაკეთეთ ბათუმში სავარძლები ან იმას რო აკეთებენ პარკებში ამერიკაში ერთად საქანელო მაგრამ ამას თვითონ ბავშვებს რო ასწავლი როგორ გააკეთონ ხო აი რაღაცები და ესეც ჩემი მხრიდან იყო რაღაცა პოზიტიური აქტივიზმი ან ნაგავსაყრელზე მაქვს მაშინ კი ნახე მე მგონი დამიჯერეს ისეთი თემა იყო გავაკეთე იმისი ქუთაისის გარეთ იყო ნაგავსაყრელი რომელიც 68 წელს უნდა დახურულიყო და ჯერ კიდე წამლავდა გარშემოს იქ და ამაზე გავაკეთე რეპორტაჟი და ვიდეო რგოლები ოღონდ ისეთი რაღაცა მულტფილმის სახით რა ხდება, მაგრამ ისეთი განმანათლებელი რა და სამინისტრომ გვიან გაიგო და მეძებდნენ, რომ ვინ გააკეთა ეს და გააჩერეს, ხო? მაგრამ ისეთი თემა იყო. ეხლა მე მგონი დაახურეს რა, იმიტომ რომ ძალიან სავალალო ნაგავით ზოგადად არ მუშავდება და არ ხარისხდება და იქ ისეთი მდგომარეობა იყო, აი ძროხებიც იქ შედიოდნენ და აი მოსახლეობა ახლოს ცხოვრობს და აი სიმსიმული ისენიც კი იწამლებოდა, ხო. მოკლედ ჩვენ რაც უნდა wellness-ზე და მაღალ ცნობიერებაზე ვისაუბროთ, ჩვენ ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები, რომ ნუ არ ვიცი რა. ცირა ქვეყანა ხო კოლექტივია ხო აი ხა ჩვენ თავზე საუბრობთ მაგრამ შეგვიძლია ჩვენ თავზე ვისაუბროთ მე ჩემ თავზე ვთქვათ მუშაობ შეიძლება ვიღაცისთვის ეს აბსოლუტურად მიუღება მაგრამ მე ჩემ თავზე ვცდილობ რომ
უკეთესი ვარიანტი ვიყო ჩემი საკუთარი თავის და მეტი სიყვარულის და მიტევება, მიმღებლობა და სიყვარული და რაღაც განვავითარო თავი და კოლექტივი, ქვეყანაც არის კოლექტივი და კოლექტიური ცნობიერება რა სიმაღლეზეც არის ის არის ჩვენი ქვეყანა, როგორც სხვა ქვეყნები ხო ყველას. და მაგიტომ შესაბამისად სანამ კოლექტიური ცნობიერება არ ამაღლდება, რაც უფრო ბევრი ინდივიდი მოусმენს შენს პოდკასტს მსგავს ლიტერატურას წაიკითხავს და ბევრი პოდკასტია უკვე მართლა ძალიან როგორც უცხოური ქართველი. კიდევ ერთხელ გამომევრდები რომ ბევრი ადამიანს აღიზიანებს თურმე ეს რამდენი პოდკასტებიო და მე კიდე პირიქით მგონია რომ ძალიან კარგია რომ ბევრი პოდკასტებია, ყველას წარმატებას უსურვებ, თან განსაკუთრებით ისეთი პოდკასტები რომელიც პიროვნულ განვითარებაზე არის ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტია, ანალიზის უნარიც მეტი გაქვს და ამოირჩევ შენთან თუ ეს რეზონირებს, მოусმინი ამას თუ არა სხვას. კი, და საკუთარ თავშიც ალბათ უფრო ჩაიხედავ და დაფიქრდები რაღაცაზე, გაჩერდები და ყველაზე მარტივი კრიტიკა არის, ხო, ესეც ეგოს მოაქრო, მე მაგარი ვარ და სხვა უნდა დავარიგო და ეს ვარ. ხوار გავაჩვენოთ ეს, ხო? კი. აი ეს მოდია ესე ვაჩვენო. ხო. აი რა დაახლოებით თქვათ რა. აი დაახლოებით, ანუ ცოტა იმას გავს რაღაცა იარაღებს. ეს არის ვიეტნამური მულტირეფლექსოლოგიის პრაქტიკა არის, რომელსაც ამბევრი რუკა აქვს და ზუსტად განიხილავს, რომ აი სახეზე, მაგალითად, აქ გვაქვს ხერხემალი, აქ ამოტრიალებულ ხერხემალი, თავი შეიძლება აქაც იყოს, ანუ ძალიან დიდ დიაპაზონს გაძლევს, როგორ დაეხმარო ადამიანს. ამის ფუძემდებელი მუშაობდა ვიეტნამში, აი ვიეტნამის ომის დროს, ანუ ოპიუმზე დამოკიდებულები იყვნენ ამ რაღაც ამერიკელების მიერ დატოვებულ კონცლაგერში, მათ წამლების გარეშე პოსტტრაუმული სინდრომები და რო დაენებებინათ. აი ამ რო დაენებებინათ, ამ ტკივილს უყუჩებდა რა და ძალიან საინტერესო ადამიანია, ჯერ კიდევ ცოცხალია. და ეს შემთხვევით ერთმა ესპანელმა და ფრანგმა შემოიტანა დასავლეთში, იმიტომ რომ კომუნისტური არის ვიეტნამი და მარტო კუბაზე იცოდნენ ამ თერაპიის შესახებ. ანუ ეს აკუპუნტურას დაანება თავი და რაღაც იარაღები გამოიგონეს უკვე ბევრად დახვეწილია. ნუ რას ნიშნავს ეს რო ავიღოთ, ხო? ამას ქვია დამაფიქსირებელი. და ეს მოძრაობს შიგნით? ხო, აი, არა, ეს არ მოძრაობს, უბრალოდ აი ეს აფიქსირებ. და წერტილები გაქვს რუკის მიხედვით, აი მაგალითად, გინდა რომ კუჭს მიცე მეტი ენერგია, ან თავი განკრო. 30 წამიდან 1 წუთამდე მაქსიმუმი აჩერებ და ეს წერტილი აქტიურდება რა. ან გინდა რომ თავის ტკივილი ჩქარა იმას ქნა. ეს შენ იყენებ შენ თვითონ? მე ჩემ თავზე ვიყენებ ხანდახან. კი, აი ხანდახან როცა ცოტა მინდა რომ მეტი ენერგია მქონდეს ან თავს ისე არ გძნობ ესე აი ძალიან ჩქარა ანუ სხვა რა მინდა ვთქვა სხვა თერაპიებთან თანხვედრაშია აი მაგალითად ეს არის რაღაცა თოხივით რა შემიძლია შენზე ვაჩვენო თუ გინდა ანუ შემიძლია შენზე ვაჩვენო კი როგორ არა უბრალოდ უნდა მოვიწიო და მე ხმა აღარ ისმის აი მაგალითად ეს არის თოხივით და აი ესე ზემოდან ქვემოთ ჩამოდის მარტივი არის მაგრამ ძალიან ჩქარა ადუნებს ადამიანს რა აი ესე ჩამოდის მაგას ვეკეთებ ხოლმე გუაშათი სხვათა შორის და ძალიან სასიამოვნო გუაშა ხო მაინც გლუვია და ამას პატარა ისენი აქვს აი ამითი და ანუ რაღაცა ბოდიში ამით ხდება თავისა და სხეულის კავშირის უფრო სწრაფი რაღაცა აღდგენა შეკავშირება ხო მაგალითად კი შეკავშირება რომ აი რაღაცა აქედან ეს შეიძლება თავიდან წამოიღონ სასიამოვნო და უკან მოდის კი ძალიან სასიამოვნო ბავშვებსაც ისე უყვართ ახლა ხო ეს არის რაღაცა ფიქსატორი და აი აკუპუნტურასავით არის რა ესე აფიქსირებ წეღარავს. ეს არის რაღაცა სასაცილო ჩაქუჩს გავს და ეს ყველა იარაღი მოისაზრებს ხოლმე ინ და იანს, ანუ მამაკაცურ და ქალურ ენერგიების ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ერთ საკეთებს და მეორე ადამიანს რომელიც ჭირდება, აი თქვა ეს რო ავიღოთ მარტივი საჩვენებელია. ეს აქედან პირდაპირ აი რაღაცა ხისტად მამაკაცურია და აი ამ წერტილებს ესე აქტიურებს. მე გავდივარ ოღონდ იმ წერტილებზე, სადაც უნდა გავდიოდე რა, აქ რაღაც. და აი აქ რო უფრო თქვათ ნერვული სისტემა დამშვიდდეს.
აი პირდაპირ აშვება. ეს ცოტა წვრილი ისენი ეს კალორია და ეს რა შვება, იცი? უფრო განავრცობს ამ რეაქციას რა. ესეც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ადამიანს ეკითხები, რომელი უფრო სიამოვნებს, ანუ ის ენერგია მისთვის უფრო იმ წუთას მისაღებია რა. ეს საინტერესოა ეს ყველაფერი. ანუ ხო რეალურად სხეულის შეგრძნება და შიგნით ჩახედვაზეა ეს ყველაფერი მიმართულია რა. აი სულ რომ მოვიდეს ადამიანი, რომელსაც ალბათ ჯერ არაფერზე არ უმუშავია, მე რომ შენთან მოვედი, მაშინ ჯერ არ მქონდა ეს ღრმად დაწყებული საკუთარ თავთან მუშაობა, მაგრამ მახსოვს რომ იმდენად აი ეს შეგრძნებები ვფიქრობდი, რა შეგრძნებამ რა მომიტანა, რომ გაღრმავებ საკუთარ თავთან და თითქოს შეიძლება ვთქვათ, რომ დასაწყისიც იყოს რაღაც საკუთარი თავის გაცნობისა რა. კი, გუშინ მოვიდა ესეთი ადამიანი, მქონდა ამპუკუს ვორქშოპი. მე ლუმუსის იოგის სტუდიის მოწვევით ჩამოდივარ ხოლმე საქართველოში და გუშინ მქონდა და ძალიან საყვარელი გოგო იყო, ესე თქვა, რომ მე აი საერთოდ არაფერთან არ მაქვს შეხება, არც მქონია. და მინდა რომ აი რაღაცა ის რო წავიკითხე, ეს ამპუკუ არის, აი რო თქვი რომ აი მოცელზე მუშაობს, აი რაღაცა მივხვდი რომ სხვა რამე მჭირდება ვარჯიშობ, შემეხმია, ანუ ეთყობა შეეხმია. აი ხო, ესე რაღაცა და მინდა რომ აი ამით დავიწყო, იმიტომ რომ მივხვდი რომ მარტო ეს რაღაცა ფიზიკურად გარეგნული ვარჯიში და რაღაცები არ მშველის და რაღაცა პირველად მოვიდა გუშინ და იყო ძალიან ბედნიერი, თქვათ, რომ აი შეგრძნებები მიიღო და აი მიხვდა რომ აქ მართლა რაღაც ამოძრავდა და თქვათ აი ყურში ამივიდა ენერგია აქ ჩავიდა რა საინტერესო შეგრძნებები. ხო და ესეთი რაღაცეთ კი აი პოდკასტიც ხო იმიტომ არის და ესეთი რაღაცა რაც ცნობიერებას ამაღლებს რა თქმა უნდა. ყველაზე კარგი ფრაზა არის გამგონი გაიგებს და თუ პოვნა გინდა იპოვე და ზუსტად. ხო, როცა ეძებ ნამდვილად იპოვე. კი, ასე რომ ის კი არა რამდენჯერ ყოფილა რომ აი არ ვიცოდი საიდან დამეწყო, მაგრამ რომ დავიწყე, მერე უკვე გამოჩნდა. კი, ამას ეხლა უკვე ზუსტად ვიცი რამე თუ მაინტერესებს, უბრალოდ კითხვა უნდა დავსვა და მომენტალურად მოდის პასუხი და ადამიანები მოდიან და ძალიან ისე ვარ რა ქვია. სასიამოვნო პროცესია, იმიტომ რომ ისეთ ნდობაში ხარ, რომ აი ზუსტად კარგი რაღაც თქვი, და თუ არ გიგზავნის ღმერთი, ნუ მე ესე ვარ ხმო, ესე კი არ არის ამ მომენტში საჭირო. ხო, როცა ნდობა გაქვს, როცა ნდობა გაქვს, ხანდახან არის რომ მე ეს მინდა. მაგრამ რაც მე მინდა, შეიძლება ჩემ ეგოს უნდოდეს რა. და შენთვის ამ მომენტში არ გჭირდება. და საჭირო არ არის. ღმერთი ყოველთვის, ანუ რაც გინდა ის დავარქვათ, სამყარო ყოველთვის იმას გვაძლევს და მაშინ, როდესაც ეს საჭიროა და შენ მე თუ ნდობა მაქვს, მაშინ ამას მივყვები და არც ანუ ტანჯვიდან გამოსვლაც ეგ არის, რომ აი მე ხა მინდა ეს და კონტროლიდან როდესაც გამოდიხარ უკვე. ანუ ნდობა გაქვს და მივყვები ამ დინებას, რომ თვითონ იხსნება სამყარო რა, რაღაცა თუ შენია მოვა და თუ არ არის, რო ცდილობ და რაღაცა არ გამოდის, ესე იგი არ არის და ზუსტად. სხვა რამე შემოვა კი. კი და მართლა რაღაცნაირი 64 როგორც შენახსენე. 64 კი, 64-ის მდგომარეობა და შინაგანი მდგომარეობა გარედან არაფერი არ გშველის რა. კარგი არის, მაგრამ ძალიან წამიერია. ასე რომ შინაგანი გზა არის ყველაზე მთავარი და ყველა თავისას იპოვის და ალბათ გარედან როცა ამ გზაზეც გახარ და რაღაცები გარედან შეიძლება რომ გამოიყენო ამისთვის დასახმარებლად ეს იოგის პრაქტიკა, პოდკასტია თუ წიგნია თუ ადამიანია, გარკვეული ყველაფერი კარგია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი, ძალიან ისეთი, როგორ თქვა, ჩემთვის იყო ისეთი შემავსებელი, ძალიან ენერგიების გაცვლა მოხდა და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. რომ მეწვიე. დიდი მადლობა რომ დამპატიჟე და ძალიან მიხარია რომ ვნახე ამდენი წლის შემდეგ. მადლობა და წარმატებები.